სახელითა მამისაითა დაწისაითა დაწყვიტის ასულისაითა თქვენს სიყვარულთა მსურ საუბარი შესახებ სიკვდილისათვის მზადებისა ჩვენ ერთის მოვდივართ იბადებით რა დედამიწაზე ამ წუთის სოფელში ცხოვრობთ და შემდგომ როგორც მოციქული პავლე ამბობს სიკვდილი და ჟავრი უფლისა მიწიერი ცხოვრების გზაზე მეტნაკლებად გვასწავლია ვიზიარებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას თუ მშობლები ახლობლები წრე ვიწრო საზოგადოება თუ სხვა მაგრამ თითქმის არავინ არაფერს არ გვასწავლის შესახებ იმისა თუ როგორ უნდა მოემზადოთ სიკვდილისათვის ქართულში არსებობს არამხოლოდ ეს სიტყვა ამ მოვლენის აღნიშვნელი არამედ არსებობს ასევე სიტყვა გარდაცვალება რითაც ეს სიტყვა ღრმად ქრისტიანულია გამოხატულია ამ სიტყვაში რწმენა რომ სიკვდილი სიცოცხლე ამხანდება რომ სული როგორც ასეთი როგორც ქმნილება ღვთისა არის უკვდავი და არის რა მიწიერი ცხოვრების შანს დროებით მცირე სახლში როგორც პავლე მოციქული უწოდებს სხეულში ტოვებს მას და გარდასახლდება როგორც ბიბლია ვასწავლის წინაშე ღვთისა წინაშე უფლისა მაგრამ ვაგლახ რომ გარდა ნეტარი მარადისობისა უკვდავების არსებობს ასევე სავაგლახო და სატანჯველი მარადისობაც ერთი განიხილება სასუფეველში მეორე ჯოჯოხეთში თუსად დამკვიდრდება ადამიანი არა მარტო რა თქმა უნდა ღვთის ნებაზეა დამოკიდებული არამედ თავად ადამიანზეც მე კიდევ ერთხელ მოვიგონებ როგორც უწინდელ ქადაგებაში ეკლესიის უძველესი მასწავლებლის სიტყვებს ტერტულიანისა და ვიტყვი რომ ყოველი ჩვენთაგანი დაბადებიდან ქრისტიანია ანუ მორწმუნე არის მთელი დანარჩენი ცხოვრება უნდა ემსახურებოდეს ჩვენში ჩადებული ამ ღვთაებრივი ნაპერწკლის რწმენის გაღვივებას რისთვისაც პირველყოლისა მოვიდა ზესით გამო ერთი სამებისაგანი ძევთისა მხოლოდშობილი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ევნო ეწამა დაგვიტოვა სწავლება და მაცხოვნებელი ეკლესია თავისი სხოლოს ყოფილი და მადლის მომნიჭებელი შვიდი საიდუმლოებისა და საერთოდ საეკლესიო წესგანგებისა ეს არის დიდი იდუმალება რატომ არის რომ ესე იგი ერთნი ხდებიან მართლმადიდებელი ქრისტიანები მეორენი არა მათ შორის ტრადიციულად მართლმადიდებელ ქვეყნებში იბადებიან და უღმერთონი არიან და ღვთისმგნობებიც კი და პირიქით სრულიად მიყრუებული მხარეები დედამიწისა სადაც თითქოს ღვთის სიტყვას არ შეუღწევია მაგრამ ღვთისმოსავი ადამიანები ყალიბდებიან დროთა განმავლობაში და საბოლოოდ ზიარი იქმნებიან უკვდავებისა მარადიული სიხარულისა და ნეტარებისა ეს არის დიდი საიდუმლოება აქ მაგონდება ამ სიტყვებზე ღვთივდიდებული პავლეს სიტყვები ღმერთმა ყოველივე უწყის რაც კაცშია აი სწორედ შინაგანი ადამიანის მიხედვით ირჩევს ღმერთი ესე იგი თავის რჩეულებს ეხლა რატომ ირჩევს რატო არა აი სწორედ მაგის გამო შინაგან ადამიანს შვრეს მოდით ვიმსჯელოთ ადამიანურად თქვათ გამოირჩია ადამიანი აზიარა რწმენას მაგრამ განდრკა ღვთისაგან საბოლოოდ ადრე თუ გვიან და წარწყდა ადამიანს რომელსაც ღმერთმა გამოუცხადა თავისი სწავლება თავისი არსებობა და ზურგი აქცია რა თქმა უნდა ასეთი ადამიანი უფრო მკაცრად დაიჟება ჯოჯოხეთში ვიდრე ის ვისაც არ გამოუცხადა თუმცა ისე თქვა წარწყდა ეს არის დიდი საიდუმლოება ჩვენ როგორც მოციქული ამბობს პირის სახეს განვისტით ერთმანეთსა და მალევე გვავიწყდება და ღმერთი არა მარტო პირის სახეს განიხილავს კაცისას და უწყის არამედ უწყის შინაგანი ადამიანისას ასე ვთქვათ ამიტომ თქვა დავით წინასწარმეტყველზე უფალმა ვნახე კაცი გულისა ჩემისა აი აქ პარალელურად შეიძლება იოანე ოქროპირის მსჯელობაც მოვიგონოთ ამ საკითხთან დაკავშირებით კერძოდ ერთ-ერთ ქადაგებაში ეს წმინდა მამა მსოფლიო მამა და მასწავლებელი ამბობს რომ სიკვდილი ყველასთვის სიკეთეა როგორ გაგიკვირდება ზოგი აღწევდება კიდეც უკეთეს შემთხვევაში ვერ გაიგებს რაც ნიშნავს და განმარტავს ივანე ოქროპირი თუ კეთილი და ღვთისმსათნო ადამიანი მიიცვალება უფლის მიმართ ესე იგი უფრო ადრე შევა იმ სიხარულში რომელიც მისთვის არის გამზადებული როგორ არ წაგიკითხავ წმინდა ცხოვრებაში რომ ადამიანი ცოცხალია და გამოცხადებით ხედავ რომ სასუფეველშია
ასეთი არაერთი წმინდანის ცხოვრებიდან შეიძლება მოვიგონოთ. ეს იმას კი არის, რომ უეჭველად ღმერთმა ყოველივე უწყის, რომ ეს ხონდება. მაგრამ არის რა მიწაზე, დიდ ტანჯვა წამებას გადის. ჯვარი აქვს თავისი მოძებული ღვთისაგან, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოოდ ის მკვიდრდება. იყვნენ ასეთი წმინდანები, რომ არაუბრალოდ განზადებული იყო მათთვის ადგილი, არამედ სიცოცხლეში პირდაპირ გაგებით ისვენებდნენ სამოთხეში. აი მაგალითად ერთ-ერთი ტრაპეზარი იყო ადრე ქადაგებაში მოვიგონე, ესე იგი 500-ზე მეტ ძმას უვლიდა. ტრაპეზარი იყო. დილით, სისხამდილით იწყებოდა მისი ასე ვთქვათ დღე. მიდიოდა დღეში ჭრიდა შეშას, მოიკიდებდა ზოგჯერ რამოდენიმე გზას აკეთებდა, რომ მოეტანას მონასტერში. ცელს აგვევებდა, მერე ცომს მოზელდა ასე ახლა აღარ მოყვებებ ტრაპეზარობის მთელ საიდუმლოებს, ასე ვთქვათ და საბოლოოდ წუხრისთვის ძმებს ავახშმებდა თქვენიც რომ უწინ მონასტრებში და საერთოდ ბერები ერთხელ იღებდნენ საზრდელს წუხრიდან. მთელი დღე სისხამდილიდან უნდებოდა რომ ტრაპეზი ადვილია სათქმელად ალბათ წარმოიგინებ 500-ზე მეტ ადამიანს ყოველ დღე სისხამდილიდან ემსახურებოდა. იყო სრული მორჩილი, მონა და მორჩილი მათი. საღამოთი მას ხშირად მადლობის ნაცვლად დასინოდნენ, თავშიც კი ურტყავდნენ. იმიტომ რომ ხონდა რა ამდენი საქმე და არ ყავდა რა დამხმარე არ მესმის წინამძღვარი რატომ არ აქცევდა ამას ყურადღებას გულახდილად რო გითხრათ. ესე ბუნებრივია რომ ხშირად ან ვერ მიდიოდა წირვაზე, ან აგვიანებდა და აი ეს ამის გამო ხდებოდა დაცირვის და აბუჩათაგდების საგანი. გვიან ხამით, როდესაც იტრაპეზეს მემა მაგიდას აალაგებდა, მაგიდებს უბრალოდ ჩამჭურჭელს დარეცხდა, მიალაგებდა. ზოგჯერ ღამე 2-3 საათი და ზოგჯერ ესეც არ ეძინა. გვიან ღამით, როცა მორჩებოდა ყველაფერს, მიჯდებოდა ბუხართან, ჩააშტერდებოდა ნაკვერცხლებს, იესოს ლოცვით და თავის თავს ეთყოდა საბოლოოდ. შესაბრალობელო, ყველა ცხონდება ამ მონასტერში, ერთი შენ წარწყდები უგვანი. თვითდამსრობას მიმართავდა, რომ წარმოდგენა არ შექმნოდა, რომ ამდენ საწმოს ემსახურებოდა და ასე შემდეგ, ასე გადიოდა დღე ყოველი და ღამე. აი ერთხელაც იღუმენი ლოცვის დროს ცად იქნა ზეცა დატაცებული და ხედავს სამოთხეს ათვარიელებინებს ანგელოზე, რომელსაც აიტაცა სულით სამოთხეში და ერთ-ერთ სავანეში ნახა, რომ ეს ტრაპეზარი ზის და ისვენებს და გულის სიღრმემდე გაუკვირდა და დაეკითხა გაუცელებულს, განშიფრებული, აქ რას აკეთებ? მამო, ვერ ვასწრებო ხშირად იქ დაძინებასო, ვერ ვახერხებო და ღმერთსო აქ ამოვყავარო სულით და აქ ვისვენებ ხოლმეო. ესე იგი წარმოიდგინეთ რა, ეს წმინდანი არის ეს ადამიანი, ეს ტრაპეზარი. წარმოიდგინეთ როგორი ჯვარი ატარა და როგორი ლუქეშინისცემა ჰქონდა სიცოცხლეში. იღუმენმა თვალობა გაუჩნდა მის მიმართ კეთილმოგზაურობა და მორიდებით კითხა, შეიძლება რომ ამ ხიდან რომელიც ვაშლს გავდა, მსგავსება იყო ნათქვამი ამ პატრიკულ მოთხოვაში, ვაშლი არ იყო ეს. რაღაცა მსგავსი იყო იერით 3 ნაყოფი რომ მოუწყვიტო. კი როგორ არაუდა წამოდგა და თავად მოუგლიჯა 3 ნაყოფი და ჩაუდო კალთაში. როგორც კი ჩაუდო, იღუმენმა აღმოაჩენა რომ დედამიწაზე ესე ხატებთან დგას, სადაც ლოცულობდა და ესე იგი ანაფორაში უდევს 3 ვაშლი კალთაში ანაფორისა. სასწრაფოდ დარეკა ძალიან შეკრება მონასტერი, ეს რომ გაიგო იმ ტრაპეზარმა ჩუმად გაიპარა მონასტერიდან. სახელს და დიდება ჩვენგან განსხვავებით გაურბოდა. და ძმებს მოუთხრო რა იხილა, რომ ყველა დასინო და აბუჩათიგდებდა, უმადურობას იჩენდა და თურმე სიცოცხლეში უკვე სამოთხეში ხარობდა ეს ადამიანი. მე იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ეს კი მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ჩვენ შორის ჭეშმარიტება და სარწმუნოება, არიან ასეთი ადამიანების ჩვენგან უგულებელს ყოფილი, დაწიხლული, მაგრამ ღვთის წინაშე ამაღლებული. მოკლედ ჩვენი შევწყვიტეთ სიტყვა საგვარელო, რომ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მეტნაკლებად კი გვიზიარებენ, მაგრამ სიკვდილისთვის არაფერს ვამზადებ და სინამდვილეში ჩვენი მთელი ცხოვრება არის მზადება მარადისობისთვის. გესმის თუ არ გესმის, გწამს თუ არ გწამს, ეს ასეა თავისთავადაც. იმიტომ რომ შემდგომად ხანმოკლე მიწიერი ცხოვრებისა მოდის სიკვდილი. და სიკვდილი ამ სოფელში შემოხდა
ჩვენ პირველ სოველთა დაცემის შემდგომ, ცოდვით დაცემის შემდგომ და დღეინდელად დღემდე და იქ გამოძევებული იქნება 64 და ისინიც და ჩვენ ცხოვრობთ დედამიწაზე. 64 ეშმაკი ყველაფერს აკეთებს, რომ მიწა დაგვისახოს 64. გართობა, მხიარულობა, ხორციელი ტკბობა, ხიბლი, მოჩვენებები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი როგორც სიტყვია საპრის ფუშტივით გასკდება. მე არ ვიტყოდი ერთ მშვენიერ დღეს, ბევრისთვის ეს მშვენიერი სულაც არ იქნება. რამდენადაც წმინდანები ნატრობდნენ, ჰე, მოვედ უფალო და წამიყვანე, იმდენად ესე იგი შესპირებენ უფალს, რომ დაახანოს კიდევ. ზოგი ისე ცხოვრობს, თითქოს სიკვდილის არ არსებობს. ამ დროს აქვს თავისი მიწიერი გამოცდილება. უამრავი ადამიანი, ახლობელი, შორებელი, თითო მასობრივად სხვა მოვლენების დროს, ეკოლოგიური პრობლემებისას, ომებში თუ კონფლიქტებში უამრავი ადამიანი იღუპება, მაგრამ არა, ის არ ფიქრობს ამაზე. სხვისი ჭირი, ობეშხირი, ამასაც გულისხმობს საგვარელო და იმასაც გულისხმობს, რომ საკუთარ სიკვდილზე არ აფიქრებს სხვების სიკვდილი. თითქოს ეს ასეც იქნება, გაგრძელდება ეს ცხოვრება ხიხი ხახათი და ბოლოს დამთავრდება ტრაგიკულად ასეთი ადამიანებისთვის. აი გონებაში წარმოვიდგა ეგვიპტელი მამა ღმერთშემოსილი არსენი დიდი. უაღრესად დიდი განათლების პატრონი ერში მეფის შვილების აღზრდელი უფლისწულებისა და ასევე თივსულიერი ადამიანის სულიერად განათლებული. როდესაც ის ხდებოდა, ძმები მივიდნენ მასთან უკანასკნელი ნუგეშინის სცენისთვის და არსენი ტიროდა. განსხვავდა როგორ მამაო, შენ რომელმაც ასეთი წმიდა და ამაღლებული ასკეტური ცხოვრება გავნე, ტირი ხარ სიკვდილისი? დიახ, მამანო, როგორც ხედავთ, მეც ტირი ვარ. მართალია ვცდილობდი ღვთისმცნებებით მეცხოვრა, მაგრამ ჟავრი უფლისაა. მან უნდა გადაწყვიტოს, ცხონდება არსენი თუ წარწყდება არსენი. აი როგორი თავმდაბლობა და საკუთარი თავის განკითხვა მოიპოვა ამ წმიდა მამამ. ჩვენ პატარა მოჩვენებით სიკეთეს გავაკეთებ და მთელს ქვეყანას მოვსდებთ ხოლმე, თავს ვიწორებთ, ვიღერებთ თავს და ვიხიბლებით, რაც რა თქმა უნდა არასწორია. გძულს ვტრებით და გვიყვარს ჩვენზე კეთილის მოქმედნი, რაც არასწორია. იმიტომ რომ წმინდა მამები თქვა, მტრებს, პირად მტრებზეა ლაპარაკი, ჩვენს მაღვიძარ ანგელოზებს უწოდებდნენ, რომლებიც ესე იგი გამადიდებელი ლინზით გვიმზერენ რაიმე შეცდომა რომ მოგვიდოს და ჩვენს იძულებული ვართ ვიფხიზლოთ და რაიმე შეცდომა არ დავუშვათ. ამიტომ კი არ უნდა გძაგდნენ ისინი უფრო მეტად უნდა გვიყვარდნენ და ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, როცა ლოცულობ პირველ ყოვლისა ვიდრე შენს მოყვას მოიხსენიებ, ღვთის წინაშე შენი მტრები მოიხსენიებ. კი ერთმას დამიქნი ახლა მედიდურად თავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის გააგრძელებს ველებულ შეხედულებებით ცხოვრებას. და ეს ქადაგება კი იმად ითქმის, რომ ჩვენ დავფიქრდებით. აქ ჩემი მე ბიოგრაფია არ მომიყოლია. წმინდა მამათა გამოცდილებას და წმინდა წერილის სწავლებას გიზიარებთ. მიიღებთ დიდება უფალს, არ მიიღებთ ჩვენ არაფერი დაგვეკარგება მოძღვრებს აქედან. ყველა თავისას მივიღებთ. რა თქმა უნდა ეხლა სულგომა ჩაიქირქილა გულში და ესე იგი გაიფიქრა, ხო მამაო შენ ნამდვილად ცხონდები. მე თუ წმინდად არ ვიცხოვრებ ისე როგორც თქვენ, მე ამით არ ცხონდები. და არა თუ მგდლობა არ გამამართლებს და არც ქადაგება თუ გნებავს, რაოდენ ამაღლებულიც არ უნდა იყოს. მე ვერ გამამართლებს როგორც წმინდა მამები გვასწავლენ ქრისტეს ძეობას კი. ქრისტეს შვილი რომ იყო, პირდაპირ გაგება, ესეც არ გამამართლებს თუ წმინდად არ ვიცხოვ. და რა ჩინებულად უგება სახარების დღევანდელი საკითხავი ვთქვათ ლუკასაგან. სადაც რა იყო სხვათა შორის გარდა ყველაფრისა ნათქვამი, რომ ერთხელაც როცა ქრისტე ამაღლებულ ქადაგებას არ მოსხმობდა, მიახლენ მას და ჩურჩულით უთხრეს, რომ დედაი შენი და ძმანი შენი გეძიებენ შენ. არც კი გაუხედია იქით. არამედ ხელი განართხა მის მსმენელებზე და გამოსთქვა. აი ჩემი დედაი და ძმანი ჩემი, ვინც ჩემს ნებას ისმენს და აღასრულებს, ანუ ღვთისას. წმინდა მამათა სექტანტები აქ თავისთვის სასარგებლო არგუმენტს პოულობენ. ხედავთო ღვთისმშობელი და მოციქულები შეიქმნენ, არ უყვარდაო და არ ეძიებდა მათთან სიახლოვეს. არა, მამები განმარტავენ. არამედ რას ამბობს? თუ ღვთისმცნებებს არ ისმენენ და არ აღასრულებენ, ხომ დედა ღვთისა, ხომ ძმანი არიან,
არა პირდაპირ გაგებით. დამწინდელი იოსების შვილები ძმებად იწოდებოდნენ. ზეცახელი იყო მათ ერთ-ერთი. მაგრამ თვით ესეც კი არაცხოვრის მას. თვითმშობელი ვინ არის? არაერთის გვისაუბრია. შეუდარებელი არათუ წმინდათა შორის შეუდარებელია ანგელოსთანაც კი. სერაბინ ქერაბინიც კი ვერ მისწდებიან მის სიმაღლესა და სიწმინდეს. მაგრამ თვით ესეც კი ყოვლადწმინდას არ გაამართლებდა ამას იქით როცა შვა ქრისტე არ ეცხოვრა ქრისტეს მცნებები. და თქვენ იცით რომ იგი დევნაში იყო თავის ძესთან იშვა თუ არა მაშინვე დევნა დაუწყეს ქრისტე მაცხოვარს. ასეთია წუთი სოფლის კანონი, იმიტომ რომ თავადი ამ სოფლის არის სატანა. ის დილოს აქ არ დაემკვიდროს ქრისტეს კანონები, ქრისტეს მცნებები, არამედ მისი კანონები იყოს. აი დღეს სიცოფია ყველაფერ ამისა, იმიტომ რომ აგონიაშია სატანა, იცის რომ ზოგი რამ იცის მან. იცის რომ ახლოვდება მისი საუკუნო აღსასრული გენიაში, ყველამის რჩეულთან ერთად, უნანელ კერძოდ ცოდვილ ადამიანებთან. უფალი კი რა? უფალი ხოვნის. არა იმის გამო რომ ეშმაკი არასდროს არ ინანებს, არამედ იმ თითოეულ ადამიანისთვის, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება გამოსწორდეს და შეუდგეს ქრისტეს. და რა უსაზღვრო სიყვარული აქვს წინა ქადაგებაში, კვირას ამაზე ვიქადაგებ. რა უსაზღვრო სიყვარული, უბრალოდ 4 შაბათს დაუძოლეს. რა უსაზღვრო სიყვარული აქვს უფალს, რომ 2 და 3 ადამიანის გამოისობით შეიძლება დაითმილოს მთელი წუთი სოფლის ბოროტება მილიარდობით ადამიანისა და რა შადია დღეს ადამიანები აქ თუ გარეთ უბრალოდ დაფიქრდით როგორ უყვარს წმინდანი და რამდენად მაღალია ღვთის თვალში თუნდაც ერთი წმინდანი რომლის ღირსიც პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ვასწავლის მთელი სოფელი არისო მთელი წუთი სოფელი არ არის მათი ღირსი აი მათ გამო ითმეს ამ სიბოროტეს რაც იმთხევა დღეს დედამიწაზე. ამიტომ წმინდანის ლოცვას აქვს უდიდესი ძალა. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. აი, როდესაც გამოიყვანა 4 საუკუნოვანი მონობიდან, ესე იგი უფალმა ღმერთმა, უფალმა საბაოთმა ისრაელიანები მოხავს და 40 წელიწადი მათგან გამომდინარე ატარა უდაბნოში და არაერთ ბაშად შეიყვანა და ბევრჯერ ტრპინავდნენ, აუჯანყდნენ მოსეს ღმერთს, აი ერთხელაც მორიგი რა. განარისხეს ღმერთი. და ღმერთმა განიზრახა აღეხოცა პირისაგან მიწა უკლებლი ყველა გარდა მოსესი და 2-3 წმინდანისა რომელიც მათ ბანაკში იყო მრავალი სხვა ბალაჭი მოსე როგორც წინასწარმეტყველმა გულისხმა ხვეს ნიჭით რომელიც მიცემული ჰქონდა წინასწარმეტყველებს და განართხა ხელი ღვთის წინაშე ჩადგა შორის ერისა და შორის ღვთისა და ევედრებოდა რომ დამცხრალიყო მისი რისხვა ისმინა უფალმა მისი ლოცვისა ისმინა და გლოსოლალი თუთხრა ზეცით გამო დადექ მოსე ნუ ლოცულო შენი ლოცვა ჩემს რისხვას არაძლევს გასაგანს ში ერთადერთი მოსეს ლოცვებს როგორი ძალა აქვს ღმერთს უნდა ახოცოს და არ შეუძლია არ ძალოს იმიტომ რომ ის ითვალისწინებს წმინდანის სიტყვას და ლოცვას აი როგორ უყვარს წმინდანი და რა ძალა აქვს წმინდანის ლოცვას მაგრამ ღირსი ილია მინიატიანოს ადრეს ვთქვით წინა ქადაგებაში ღმერთმა წმინდანის თუნდაც მოსესი შეიძლება ისმინოს მაგრამ შეიძლება არც ისმინოს რაც შეეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს რომელსაც იმ ქადაგებაში არც კი მიხედა და რატომ განგიმარტეთ მამათა მიერ რაც შეეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოვალია ყოველთვის ისმინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს რამდენად ძლიერია მისი მეოხება და ვის ვაქცევ ზურგს და აბუჩათაც კი ვიგდებ და არაფრად მივიჩნევ. ეს არის სიშლეგე, ეს არის ამის იქით აღარაფერია სიწმინდე მკრეხელობის. გამოვდე ღვთისმშობელ მარიამს და უფლის წმინდანებს, რომლებიც შენთვის არიან მეოხლი, შენი მფარველები არიან. მათი ფრთების ქვეშა ვარ, მათი ლოცვების ქვეშა ვარ შეფარებული მორწმუნე ადამიანები და არა მარტო თქვენ იცით რომ ცალკე უქვეყნებს მათ შორის წარმართულ ერებსაც ქვეყნებს თავისი მფარველი ანგელოზი ყავთ ღვთისგან დადგენილი მაგრამ როდესაც საწყაური აღივსება და უკვე ადამიანებს აღარ ექნებათ უნარი მიიღონ ჭეშმარიტება და აღიარონ აი მაშინ მოვალს უფალი დიდებით განშად სხეულთა და მკვდართა მას ესე იგი სიკვდილისათვის მზადებას არავინ არ გვასწავლის თუმცა და განვარცეთ ამაზე სიტყვა მთელი ცხოვრება სინამდვილეში ეს უნდა იყოს მზადება მარადისობისთვის და რა თქმა უნდა რა კი მზადება მარადისობის მაშინ საყარულევანი
და ნეტარი მარადისობისთვის, რადგან უკვე დავსდინეთ თავში არსებობს ბოროტი მარადისობაც, საზარელი მარადისობაც. არავის არ უსურვებ იქ შესვლას. რატო იყო რომ მართალი აბრაამი ვთქვათ, 5 ქალაქისთვის ევედრებოდა, რომელსაც განარისხეს ღმერთი და 3 ანგელოზი წარმოქმნა დასაშენად ქალაქისა. და ეს მინიშნებაც იყო აბრაამისთვის წინასწარმეტყველება ყოვლადწმინდა საების საიდუმლოებაზე. და ევედრებოდა რომ შეეწყალებით შენი მონაო შემოგბედავს და კითხავსო 10,000 მართალი რომ იყოს, სადაც 100,000-ობით ცხოვრობდა ამ 5 ქალაქში, შეიწყალებ კი, მაგრამ არ არიან. და ბოლოს ჩამოვიდა და 3 მართალი და 5 მართალი არ აღმოჩნდა 100,000-ობით ადამიანში. ვინ იყო მართალი? აბრაამის მისული, არანათესაურის მართალი ლოთე იყო, რომელიც გამოიყვანა სოდომ გომორიდან ოჯახით მისმა ცოლმა, ესე იგი არისმინა და ესე იგი მიიხედა ღმერთმა, თუმცა ანგელოზმა თუმცა გააფრთხილეს და მარილით თოშად იქცა და გამოიყვანა მართალი ლოთე და ესე იგი ცეცხლში და წუმწუმბაში მოსვლა 5 ქალაქი. აქ ალეგორიულად მინიშნება ადამიანის კუთხგრძნობას. ესე იგი თუ ჩვენს მხოლოდ გრძნობებს მივყვებით ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი ბოლოც იქნება ცეცხლი და წუმწუბა. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ალეგორიულად ესე იგი გენია, გენიის ცეცხლი. რამდენაირად არ გვასწავლის ხმალი წმინდა წერილით, გამოცხადებით, წმინდანის მიერ, ცხოვრებისეული შემთხვევებით, განსასწრებით, ავადმყოფობით, სიხარულით, მუდეშინისებით. აი გუშინწი მოვდიოდი ტაძრისკენ და ვფიქრობდი, მაინც რა არის ადამიანი, ჩემს გულში ვფიქრობ. აი მე რა ვარ ასეთი. ამდენი წელია გამსავლეს, 45 წელიწადია ეკლესიაში ვარ და 53-ზე მეტი უკვე მღვდელი ვარ და მაინც მაქვს რაღაც ჩაკერული მანკიერებები და ბიდრიგილებები. მთელი ცხოვრება ეს არის ბრძოლა ნაკლოვანებებთან, ბრძოლა ქრისტეს სახელით, მისივე მადლით, რადგან ჩვენ არც ერთი რა ძალმოც, ჩვენი ადამიანური შესაძლებელი ძალები, ესე იგი ინტელექტუალური იქნება, სულიერი, ხორციელი მონაცემი, არაფერი არ არის. ღმერთმა ამ პარტნიორების გამო ეშმაკს წაართვა მადლი, მაგრამ ძალა დაუტოვა. იმიტომ არის ასეთი ძალა რომ აქვს მას. და რატო დაუტოვა? იმიტომ რომ ღმერთიც, ესე ეშმაკიც უნდა თუ არა არის ღმერთის მსახური, მაიმუნია ღმერთის წინაშე. მისი ნების გარეშე არათუ ადამიანში, როგორც სახარებიდან ვიცით, ღორი რა არის, არაწმინდა ცხოველი, მასშიც კი ვერ შევა. თუ ღმერთი არ დაუშვებს. ესე იგი, რაც ემსახურება ღმერთის განგებულებას ემსახურება აი ადამიანი, რომელიც ძალზე ცოდავს, სიამოვნებაში არის სასტიკი, ჩაგრავს ადამიანებს და ღმერთი დაუშვებს მასზე, ეშმაკის ანგელოზს მიუშვებს და ადამიანი ხდება კატასტროფაში ვარდება. ძიმე დავადდება, სიკვდილის პირას არის მისული და არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ვარდება ბერის სინანულში. ესე იგი რა, ძალა უნებურად ეშმაკმა ღმერთის ნება შეასრულა, მან დაუშვა განსასწრელი და ეშმაკმა აღასრულა მისი ბრძანებით. თუ არა და თუ ღმერთი არ უბრძანებს, არც ერთი რა შეუძლია ეშმაკსაც. რაც შეეხება ძალას, რომელიც დაუტოვა, ყოფილი ლუციფერს, რომელიც ყველაზე მაღალი ანგელოზი იყო, მისი ძალა ღმრთიურ ძალასთან შედარებით არაფერს არ წარმოადგენს. არაობაა სრული. ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ როგორ არის გაბოროტებული, რომ იცის ეს და უგონურად ისევ ებრძვის ღმერთს. აი მაგალითად ცოტა მოუხერხებელი შედარება, მაგრამ ფინია ძაღლი რომ ბრამს, ანუ დათვს უხებდეს. აი რაღაც ამგვარი არის ეშმაკის დამოკიდებულება უფალ ღმერთთან. მაგრამ უნდა თუ არა ღმერთის ნებას ასრულებს. ეს ჩვენთვის ხდება. გამოგვასწოროს. აბა რა არჩევანს უტოვებთ უფალს, როცა აღარ სინდის სუსმერთ, აღარ თქვა ერში ეს ქრისტიანები იყო დიდგან ქრისტიანულ ტრადიციებს, ეკლესიას, წმინდა წერილს, ცალკეულ ფათერაკებსაც, რომელსაც უშვებს ჩვენზეც ამ პარტნიორებზე ღმერთი, ავადმყოფობას, გვაძლევს დაუმსახურებელ ნუგეშინისცემასაც ზოგჯერ სიხარულს. რა გზას უტოვებთ, რომ ღმერთმა მერე უკვე კაცებს შვენიერი თვალით კაცს რომებს უნდა მიმართოს. ზოგი სიკვდილამდე მიიყვანოს და ზოგი სიკვდილითაც მოკლას. ჩვენზეა ეს დამოკიდებული. ის კაცთმოყვარია, სულგრძელია, სახიერია, მოყვარული მამა. ჩვენ ვართ ურჩი, აპარტავანი, სიკეთის, სინათლის მოძულენი. ჩვენ სხვა არჩევას არ გვაქვს.
ისევ და ისევ სიყვარულიდან გამომდინარე ღმერთი უშვებს განსაცდელს, ძიმე განსაცდელს უკვე ამ ადამიანზე. სათქმელად ადვილია ახლა მეტნაკლებად მაძღრები ვარ, ჯანმრთელები ვარ და ასე შემდეგ. ვებზადებით ახალი ეგრეთ წოდებული თვითონ რამე არის, ერთ-ერთი კალენდარული სოფიანი დღე არის, მეტი არაფერი, ჩემთვის ქრისტიანისთვის უგუნური. ერთ სული მაქვს, როდის გადავა ეს ბათქაბუთხი და ღრეობა ყვირილი და ისის მარხვაში ყველაფერი და ქრისტიანი ერი ვართ მეთქი ოდითგან. და დღეს რა ვართ ეს საკითხავი არის. იმედია რომ რაკი გარკვეული სანქციები ამოქმედ და ამდენი შუშხუნა აღარ გავარდება. სხვანაირი დატვირთვა მიიღო იარაღად იქცა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელზეც მოციქული პავლე ამ და ნებისმიერ ხელისუფლებაზე. არ არის ხელისუფლება არაღთისაგან, ვინ წინ აღუდგება ხელისუფლებას, ის წინ აღუდგება ღმერთს. მაგრამ ამათვის ეს რა სწავლება ამ უკეთურებისთვის, როცა არც ღმერთისა და არც ეკლესია. გამიგეთ საყვარელო. აქ ლაპარაკია ქრისტიანზე. მოკლედ, მოდით ჩვენს თავებს შევახსენოთ კიდევ ერთხელ რა გზას გადის სიკვდილი. აი ჩვენ ასე მაძღრები და კმაყოფილები რომ დგავართ, ჩვენც მოვკვდებით ადრე თუ გვიან სიკვდილი. შეიძლება დღესაც კი. აი ახლა შეიძლება ანაზად გადავარდეთ და სული ჩავაბარო ღმერთს. ვინმე არის თქვენი ენით გარანტირებული რომ ეს მის თავს არ მოხდება. არავინ. გზაზე გადადის და მანქანამ დაარტყა. მოკვდა, ადგილზე გაათავა. აი ზოგი არ მოვიდა, შეიძლება დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. და ასე შემდეგ უამრავი შემთხვევების ჩამოსვლა შეიძლება. მემენტო მორი, გახსოვდეს სიკვდილი. აი ამის ხსოვნა სიკვდილის წმინდა მამებთან არის ერთ-ერთი დიდი სათნოება. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც სერიოზულად ჩაფიქრებულა რომ მოკვდავია, ის ნაკლებად სოდავს. მეტადრე თუ აქვს მას უკვე ნაქადაგების სწავლება რომ სიკვდილის სიცოცხლე არ მთავრდება, ამის ის კი ეშინია რომ გონია რომ არარაობაში გადადის. ვისაც სწავლება მისცა უკვე რომ სიკვდილის სიცოცხლე არ მთავრდება, სული გადის გარკვეულ 40-დღიან გზას, წარდგება სამართლიანი მსაჯულის წინაშე, რომ 60 გარდა არსებობს ჯოჯოხეთი. არა მარტო წმინდა წერილი გვასწავლის, აი სოციალურ ქსელებში იქეკებით ნახეთ რამდენი შემთხვევა აღწერილი კლინიკური სიკვდილის. რამდენი ქრისტიანის, არაქრისტიანის, ამფერისკანით, იმფერისკანით და ასე შემდეგ ყველა მათგანი ყვება ერთსა და იგივეს. მართალია ბევრი მათგანი თავისებურად ყვება, იმიტომ რომ ტერმინოლოგიას ქრისტიანულს არ იცნობს. როგორ მიდიოდა ღრუში ეს საზვერეთ საცავი, როგორ ამ ღრუს ბოლოში თუ მილისა იყო მანათობელი არსება. ეს ქრისტე მაცხოვრე, რომელსაც ყოველივე მიეცა მამისაგან, როგორც გვახარა აღდგომის შამს და მათ შორის და პირო ყოვლისა განჟად ცოცხალთა და მკვდართა. იქ არ ლაპარაკობენ. არ არის არც ინდუს ენაზე ლაპარაკი, არც ქართულზე და არც სპარსულზე. აზრობრივად გადაეცემა ერთი მეორეში. ღვთისაგან გამოდის მანათული არსებისა. ენით გამოუთქმელი სითბო, სიყვარული, შთაიმთქება, ცურავს, როგორც ტალღებში ახლად გარდაცვლილის კარგად არის, არავინ, არაფერი არ ახსოვს. მიწაზე ჰქონდა უამრავი საზრუნავი, უყვარდა ძალიან შვილი, უყვარდა მეუღლე, არავინ და არაფერი არ ახსოვს. შთანთქმულია ამ სიყვარულით. მასში ის არის მანათობელი არსება და ის შთანთქმულია მანათობელ არსებაში. მათი ენით ლაპარაკობ. ქრისტე მაცხოვარში. ყველაზე მძიმე რა არის იცით გარდაცვლილისთვის. ის კი არა რომ ცოდვებს აგონებენ, ჯოჯოხეთს ანახ, არა. სიყვარულს რომ გრძნობენ, რომელსაც დედამიწაზე გაუთავებლად ღალატობდნენ. დედაშვილურ სიყვარულში, დედმამიშვილის სიყვარულში, მეზობლის, ნათესავის, ერების მიმართ, ქვეყნების მიმართ, ყველა ეს შემთხვევა არის ღალატი სიყვარულისა. აი ამიტომ იტანჯებიან ისინი ჯოჯოხეთში. არა იმდენად წველი ცეცხლისგან, რომელიც უნივთოა და მარადიული დღიდან შექმნისა, არამედ პირველ ყოვლისა სიყვარულის კანონით იშებიან. სიყვარულის ღალატის გამო. აი მანათობელი არსება ეუბნება ზოგიერთ მათგანს, რომ ის უნდა დაბრუნდეს უკან. და როცა წარმოიდგეს სხეულს და აღწერენ იმას სხეულში როგორ უნდებიან, როგორც რომელიღაც წუმპეში შეხვიდე. წუბაში, ნანთხევში ისი აქ იყვამენ სხეულს. არ უნდა დაბრუნება, მაგრამ ვერ ბედავენ ღვთის ბრძანებას წინ აღუდგნენ. და აი ესეთი სიზღის გრძნობით ბრუნდებიან სხეული. ეს სხეული, რომელსაც ვეფერებით,
ესე იგი ვაჭმებთ, ვასმებთ, გარყვნილებით განსხვავებაში ყავს და ასე შემდეგ, სინამდვილეში არის მატლი და ჩირქი. ამის გააზრებაც უნდა აგერ, ჩვენ მატლთა და ჩირქთა შორის დგევართ. სასაფლაოზეა ეს ტაძარი აღმართული. საფლავებს შორის. გვაფიქრებს, რომ ჩვენს მატლად და ჩირქად ვიქცევით. სულით განვეშორებით ამ სხეულს, რომელსაც ვეგონებოდით და წარდგებით სამართლიანი უფლის წინაშე. არაფერი გვექნება სათქმელი. საკუთარ თავს თავად გამოუტანთ, ვიდრე მე-40 დღეს უფალი გაგვასამართლებს, განაჩენს უკვე 40-იან სასე. მოდით შევყვეთ საგვარელო არც თუ სასიამოვნო ბილიკებს 40-იანი დღისა. ჯერ ერთი თავად სიკვდილი აშინებს ადამიანს. განსაკუთრებით იმას, ვისაც არ აქვს რწმენა ღვთისა. ამოვიდა სული ანგელოზთა შემწეობით სხეულიდან. თუ ადამიანი, აქაც უნდა დავზინოთ ეს, განსაკუთრებულად ბოროტი იყო, მას სინათლის ანგელოზები არ ამოიყვანეს სხეულიდან. არამედ პირდაპირ სატანის ანგელოზები ეუფლებიან და მიიღავთ 40-იანი დღის გარეშე პირდაპირ ჯოჯოხეთში, სატანჯველში და შთასთხებენ. ეს მათი სიხარულია. რაც მეტ ადამიანს დასტანჩავენ და ჯოჯოხეთში წაიყვანენ, მით უფრო დიდი სიხარული და ჯილდო ელოდება თავიანთი მამისგან, სიცრუის მამისგან, ესე იგი ეშმასგან, სატანისგან. ესე იგი პირველი 2 დღე თუ ჯოჯოხეთში არ ამოყო ერთბაშად ადამიანმა თავი უნანელი ცოდვების გამო, დედამიწასია მიმოატარებენ ანგელოზები იქ, სადაც მას სურს, მისი ნების მიხედვით. ასე მაგალითად ახლობლების მოყვარული მაგალითად დედა გარდაიცვალა, რომელსაც თავისი ასული უვლიდა და თავს ეფერებოდა. ბრუნდება პირველ ყოვლისა თავის ქალიშვილთან. სრულიად გაუგებარ განსოვილებაში გადადის ადამიანის, ამასაც აღწერენ. აი განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე ერთ-ერთი სასწრაფოს ექიმი გარდაიცვალა, ამისი აღწერა, ძალიან კარგად აქ აღწერა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც და ერთ-ერთი ფიზიკოსი, მეცნიერი, რომელიც განათლებული ადამიანის ჩანს და ზედმიწევნით აღწერს და ცდილობს მიუსადაგოს რამდენადმე შეადაროს ფიზიკურ კანონებს, იმ განსოვილების ვითარება და რაობა. ეს აკვირვებს პირველ ყოვლისა ადამიანს. ყველაფერს ხედავს, ხედავს თავის სხეულს, რომელსაც ექიმები ცდილობენ რეანიმაციას უტარებენ, რომ მოაბრუნონ. ხედავს სხვაგან ეროვნულად 10 კილომეტრების იგი დედამისი როგორ ტირის მისი გარდაცვალების გამო. შვილები რას ლაპარაკობენ. ცდილობს კონტაქტში შევიდეს, დედას ნუ გეშისცეს. ნუ ტირი, ცოცხალი ვარ, იმიტომ რომ ხედავს რომ ცოცხალია, ასე გრძნობს, რომ არ მომკვდარა, სიკვდილი თურმე სხვა რამე ყოფილა. ფიქრობს ის სრულიად სხვა ერთდროულად ხედავს ყველა მიმართულებით, როგორც ეციური ქერაბინი და ასე შემდეგ. ესეც იწვევს მის დაბნეულობას, თავდაპირველად ვიდრე ამ მდგომარეობას შეეჩვევა ის. მაგრამ კონტაქტში ვერავისთან ვერ შედის, ვერავის ვერაფერს ვერ აგრძნობინებს, ესე იგი და ვერ ეტყვის, ვერ გააფრთხილებს, ვერ ამოგეშებს და ასე შემდეგ. მორწმუნე ტაძრისკენ მიიწევს, სასურველი უფლისკენ. მეძავი ცდილობს ისევ დაიკმაყოფილოს სული. რატო იტანჯებიან ცოდვილები? იმიტომ რომ ცოდვა, მათ შორის სიძვა, არის ხორცის თვისება. ადამიანი ღმერთმა წმინდად შექმნა, წმინდანად შექმნა. დღეს რომ ამბობენ რომ ეს ადამიანურია ცოდვებზე და არაფერი არ ხამუშება, ადამიანი ტყუილია ეს, დიდი ტყუილია. ეს არ არის ადამიანური. ღმერთმა ასეთი ადამიანი არ შექმნა, შექმნა წმინდა ადამიანი. ადამიანი დაეცა, ცოდვა არის არაბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც უნდა დასლიო, რომელიც უნდა გამოასწორო. ერთი სიტყვით მეძავს უნდა ისიძვოს ისე, მაგრამ სხეული არ აქვს და არ შეუძლია. აქვს სურვილი, არ არის სხეული. მარადიულად ექნება სურვილი სოდოს და მარადიულად ვერ შესუძლებს რომ დაიკმაყოფილოს ჟინი. აი ეს არის მეორე სატანჯველი, პირველი სიყვარულის კანონს უღალა და მეორე აქვს გულის თქმა, რომლისგანაც არ ცდილობდა დედამიწაზე განთავისუფლებას, მაგრამ არ ეცადა ამას და აღარ აქვს სხეული და ვერ იკმაყოფილებს სურვილს. აღარ ვიტყვი რა შენს არავის სურათების მომხრე ხდება. ჯერ ერთი თავად ეშმაკი და მისი სიბნელის ანგელოზებია განვიხილოთ. ისეთი საზარელი იერის არიან, რომ ადამიანი ძრწის, ეშინია და არ იცის თავისად შეაფაროს. აქ კბილი აქტივ და საგვარელო
წაყველ კბილის ექიმთან დასაბურღია თუ გასაწმენდია თუ ამოსადებია შვებას ნახავ ამის შემდეგ იქ ასეთი რამე არ ხდება ჯოჯოხეთში სატანჯოებში დაუსრულებლად ტკივა და დაუსრულებლად ვერ თავისუფლდებით ტკივილისაგან ჩემს მაგალითზე გეტყვით აი ამ კვირაში ორჯერ მქონდა ასეთი გენეტიკურად სახსრების დაავადება გარდა ბევრი სიკეთისა რაც მაქვს 1000 მადლობა ღმერთს ფიქრობდი ამ ტკივილების დროს მთელი ღამე ვერ დავიცინე რომ შემნაი ცოტნის ეს სჭირდება ცხონებისთვის ესე იგი მარცხენა ფეხი განსაკუთრებით ტკივილები აქვს სახსრები და ესე მუხლიდან იწყება ამის ბარზაკის ძვალში მეორედ მომივიდა ამ კვირაში მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭე იზოლებული ვიყავი ვიჯექი ან თარგმნიდი ან მკითხულობდი ან ლოცულობდი იესოს ლოცვას რომ დილა მოსულიყო მეორე დილით ტაძარში უნდა წავედი და ჩემთვის იყო უდიდესი შვება როგორც უდიდეს ნუგეშილის სემას ისე ველოდი ტაძარში წამოსვლას ესე იგი წარმოვიდგინე მე ამის მიხედვითაც რომ ტკივა და დავლია ნოშბა რაღაც ტკივილ და არაფერმა არ მიშველა საერთოდ არაფერმა არ მიშველა და აი ფიქრობდი აი რა არის ჯოჯოხეთი ტკივა და არ გიხუჩდება ტკივილი არანაირად ვერავინ ვერ გიხუჩებს ესეც წარმოდგენისთვის კარგი რამაა დილახაც ჯერ ერთი პირდაპირ შედეგია უდიდეს უმეტეს შემთხვევაში არა ყოველთვის მაგრამ პავლე იყო უწმინდესი ადამიანი მაგრამ უმძიმესი ავადმყოფი და ამ უმძიმესი სოფლის დიდი ნაწილი გააქრისტიანა ქრისტე ეს განგებულება გასაკუთრება უმეტეს შემთხვევაში შემნაირი ცოდვის გამო იტანჯებიან ავადმყოფობით და ესეც ეცლებათ მეორე მხრივ გაკვეთილად წარმოდგენა რომ შეიქმნა რა არის დაუსრულებელი ტკივილი 1000 მადლობა ღმერთს თუ დაინტერესა თვალებზე ახლა მე როგორ გაიარა მამო მეუღლემ გამიკეთა აღმომაჩნდა სახლში მადლობა ღმერთს ბლოგი 12 ვაკმაყოფილებ თქვენს ცნობის მოყარეობას არ გამიყუჩა ოდნავ გაყუჩდა მაგრამ შუადღემდე კიოდა გულში შუადღემდე მე თქვენ იცით რომ დიაბეტის და სახსრების გამო შევდივარ 40 წუთი დაახლოებით ვისვენებ ხოლმე ისეთი უძილო ვიყავი და დაღლილი აღსარებებით და ასე შემდეგ 15 წუთი ჩამეცინა და როცა გავიღვიძე უკვე აღარ მტკიოდა ამას რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამიყუჩდა ჩვენ ლაპარაკობთ მარადიმულ გაუყუჩებელ ტკივილებზე თორე აქ ასე თუ ისე წეღანას ვყირო კვილი აკიდება თუ ფეხი ასე თუ ისე მოირჩე ეხლა აი სხვა მორწმუნე ეს რომ გაიგო ექთანიან ჩვენიბრელი შეუნთავსე გადასხმებს გაიკალცირო და ასე შემდეგ ნუ არ მეყვარს ექიმებთან ურთიერთობა და სავატყოფო გულახდილად გეტყვით მაგრამ დათვი რომ მოგერება ბაბა უნდა დაუძახო ზოგჯერ უნდა მიხვიდე ექიმთან ამჯერად ის მოვა თვითონ ალბათ ტაძარში ამ დღეებში გადასხმებს გამიკეთებს რომ ეს სახსარი კი არ მომირჩება საერთოდ მაგრამ 1-6 თვე ბლოგიუის 5 ნევსი და რა დაწვრილები პედანტურად ლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან ცნობის უყურე თვალები აქვს ზოგიერთი. გაგზავნება როგორი იქნება. ფილმებზე დამხეცებული ხალხია, ეთხოვან. სიუჟეტის კვანტის გახსნა და ასე შემდეგ დაბოლოება აინტერესებს ხოლმე. მე რა იქნება? აი სწორედ მაგაზე გელაპარაკებით საგვარი, მე იქნება სიკვდილი. მოვა ის, ვინც არ გვინდა მოვიდეს და გაგვიყვანს იქ, სადაც არ გვინდა გავყვეთ. როგორც პეტრე მოციქულსაც უთხრა უფალმა. მოკლედ, გარდაცვალებიდან პირველი 2 დღე და ღამე ადამიანი ორი სინათლის ორი ანგელოზის თანხლებით არის დედამიწაზე, სადაც მას გული მიუწევდა, რაც უყვარდა და ასე შემდეგ. ცდილობს მასთან სიახლოვეს. მესამე დღეს უნდა გაატარონ ჰაეროვანი სამყარო. პავლე მოციქულმა ანუ ეთეროვანი სამყარო უწოდა ეშმაკებს ამის გამო ჰაერის მცველებიც ეშმაკებს. მთელი ეს ჰაეროვანი ეთეროვანი სამყარო უпроსტოდ ავსებულია არაწმინდა სულებით. საეშმაკო ძალებით. არის 20 საზვერე მამათა საულებით, ეკლესიის საულებით. საზვერე ძველ ქართულად ნიშნავს საბაჟოს. სადაც გადასახადი უნდა გადაიხადო, რომ შენი საკონელი წამოიყვარა, რა ჩამოგივიდა. აქაც რომ გაგატარო, საბაჟო უნდა გადასახადი, რა არის გადასახადი? შენი ცხოვრება. აი მაგალითად 20 საზვერია, რა კი სიძვის ეშმაკი ვახსენეთ, ეხლა მოდი ისე მას დაუბრუნდე. სიძვის საზვერეში შევიდა ადამიანი. რაც კი რამე ცოდვა ქონი, არა მარტო ჩადენილი აშკარად, არამედ გულში, მაგალითად განხორვება ქონდა, სხეულის ანთება, ბილწი გულის თქმა, ან ბილწი ამბორებით იამორა. აი ერთ რამესაც კი მოგაგონებ, შეიძლება გაგეღიმოთ.
ერთი ახლა მე ხომ მრევლის აღსარებ მართლა ვიყავი მაშინ მოდელი აქ ამ ტაძარში ახლა ორი მოდელია სამნი ვისმენთ ანუ აღსარებად ერთი მიმოთვლილი ორი არის სამი არა ვისმენთ აღსარებას და ყველას ვიცოდი ვინ რითის სუნთქავდა რა გულის სიტყვებდა ცხოვრების როგორი წესი და ასე შემდეგ რამდენადაც ისინი ბულახტილები იყვნენ ზოგს გამოცდილებითაც ვდებოდი რა თქმა უნდა და ორი სამი ყმაწვილი იყო რომელსაც სიძვის ბრძოლები ჰქონდა და წირვის ერთ ადგილზე როდესაც ბრძოლები ერთმანეთს ემთხვევიან თქვენ ხედავთ ამას კარი ღია აღსავლის კარი ამ დროს ეუბნებია სიტყვებს ქრისტე არ ჩვენ შორის უპირატესი ეუბნება მეორე ან მესამე მღვდელი ემთხვევა და ეუბნება არც და იყოს ეს შეუძლება გადაიღეს აქ იყო ერთ-ერთი მედავითნე რომელიც დღეს მღვდლობიდან არის დაყენებული გახდა ჩემი კურთხევის გარეშე რა შობლისინ მორბენალ კვიც ანგელიში ანგლისფერი მე საერთოდ მეკვირს მე მინდა ვკითხო ზოგიერთ მღვდელთავარს როგორ მოხდა ისე რომ მოძღვრებს არ კითხეთ და ისე აკურთხეთ ადამიანი ჯერ დიაკვნად და მერე მღვდლად არც ერთი მათგანი მე ვისაც ვიცნობ არ ვარგა არც როგორ დიაკვნი არც როგორ მღვდელი და შეიძლება ცოტა ზევითაც აუფრინდე მაგრამ მეშინია იკარუსებით ფრთები არ დამეწვას მე ზოგიერთებისაგან მოკლედ რომ გითხარ ეს ამდენს ვასწავლით ეს დგებოდა პატიმოყვარული და გაუმდინარე და აი ესე უნდა ისე უნდა ბრელს ეუნება ხშირად საწინააღმდეგოს ეუბნებოდნენ რომ რა შური ქონდა შინაგანი ბრძოლა ჩემთან როგორც მოძღვართა იმიტომ რომ ერთმა პირდაპირ მითხრა აგერ წირვიდან დაღლილი გავდივარ მაგ ადგილას ყოველასთან დგას და ხალხია და რაღაც ხმაურე და რატო ხმაურობთ მეთქი და აღიმაღლა ხმალ და პირდაპირ დაუფარავთ რამდენად ამპარტავანი იყო მე თქვენზე განათლებული ვარ და რატომ არის რომ ხალხს თქვენ უყვარხართ გისმენენ მე კი არ მისმენენ ნუ რა უნდა უთხრა იუმორის გზნობა მეუფლება ხოლმე ასეთ შემთხვევებში და ასე თითით საჩვენებელი თითით დაუკაკუნე ინტელექტუალურ თავში და უთხარი იმიტომ შემოკეთილ რომ შენ აქედან ლაპარაკობ ცოდნიდან მე აქედან და ეს არის არსებითი განსხვავება და გავაგზელე გზა და სანამ გულიდან ამოვა თირკმელსაც კი გადისმეთქი სათქმელი ქადაგებაში თუ სწავლებაში ну ეხლა ეგ ვინ არის რა არის აღარ მოუყვები ლაპარაკს თან იყო სულიერიშვილი რა ეს არის რა დამაფიქრებელი ვის რა არ აწუხებს სხვა წუხებს ზოგს პატიმოყვარეობა ზოგს სიცვა ზოგს ანგარება და სხვა ეს არის საავადმყოფო იოანე ოქროპერი ამბობს მე ვარ მთავარი ექიმი და თქვენ ახლა პაციენტები ძალიან გასაგებ ენაზე რომ გითხრათ ამიტომ არ შეიძლება ექიმს ზულდეს თუნდაც ის რომელიც ამპარტავანია თვითდაჯერებული რომ ის ამპარტავანია ან არ შეიძლება ზულდეს იმიტომ რომ მეძავია ეს ადამიანი ან სიძვის გულისწყლი ეს არის ჩემი ვალი და სიყვარულის საქმეც არის გულახდილად გეტყვით ჩემი მხრიდან რომ მომკურნალო ადამიანი წაყალი რა არის თვალებით კითხე ერთი-ორმა სულიწმინდის მადლი რომელიც სხვადასხვა გზით გვეძლევა აი ზიარებით მიიღეთ ცოტა ხანს ეზიარეთ ზიარების გზით მიიღეთ წირველოცვით ღვთაებრივი საგალობლებით წიგნის კითხველის მიერ 60 კილოს სახარების მიერ ახლა თუნდაც ქადაგების ჟამს მარხვით ლოცვით მთელი ეკლესიურობით ჩვენ ვიღებთ ამ წამალს რომელსაც სულიწმინდის მადლი ქვია ეს წამალი მოგვეცა ქრისტეს ხსნელი ვნებების გამოეცემთ ზეციური მამის სულია სულიწმინდა მე და მამა ერთნი ვართ ეს სული არის ძისაც და ჩვენ გვეძლება ყოვლადწმინდა სამების მიერ ეს ღვთაებრივი წამალი და გაფრთხილება სჭირდება ზოგიერთები უდიერი ავადმყოფები პაციენტები ფანჯრიდან ნოისვით წამლებს ან ნომალავთ ბალიშის ქვეში ექიმი რომ დააჯირო თუ განიკურნეთ ვინ არიან ასეთები მაგალითად დაარიგებ გავა და ორნაბიჯში იგივე საკეთებს არ არის ფანჯრიდან წამლების გადახრა აბა რა არის ეგ და სულიწმინდის მადლი ტოვებს მას ჯერ ერთი რომ საფრთხო მოძღვრებას ეცრუა მე იმიტომ რომ მოძღვარს ატყუებს და ასე შემდეგ მოკლედ მოდი ჩვენც რომ არ ჩავჭეთ საზვერეში დროზე გავიაროთ ეს განსასწრები ეშმაკები ამა თუ იმ საზვერის სიცვის სხვა არის ამპარტავნების სხვა არის კაფის მრისხანების აგონებენ შესაბამის სოძვებს ბევრ ცილსაცავებს ტყუილებს ამოვიდნენ რომ მათ ყوارაა ეშმაკი ბუნებით დაცემული ბუნების გამო სინათლის ანგელოსებმა არ გაცურდებიან მათგან ვერ გააცურებენ მათ ისინი სამაგიეროდ იგონებენ ყველა კეთილ საქმეს თუ რამე ჩაუდენიათ კეთილ გაზრახვასაც კი ამით ხდება გაბათილება ამ სოდვებისა და ცილის სამებებისა
აი ვასილი ახლის მოწაფის თეოდორას ცხოვრებაში ვკითხულობ, საძვერეში რო იყო და გაიჭედა იმ საძვერეში, ანგელოზები მოვიდნენ, სხვა ანგელოზები და კეთილსურნელება მოიტანეს და ახატეს და გადაასხეს თეოდორას. ესო შენი სულიერი მამის ვასილის ლოცვებიაო. და სულიერი მამის ლოცვებით გაკეთილშობილდა რა, გაიარა ის საზვერე. საკუთარი, იმიტომ რომ მეძავი იყო შეინანა და გახდა მოწაფე საკუთარი ვასილი დიდის, ვასილი ახლისა. და ამანაც რა თქმა უნდა ბევრი ცოდვა გაუქარო რომ მორჩილებაში ცხოვრობდა, იმიტომ რომ სულიერი მამის მორჩილება დიდი რამ არის. ეხლა ფსევდოლიბერალები და მოხმერთოები იტყვენ, ხედავთ ეკლესია მღვდლები როგორ შეპარულად ასავლენ რომ მათი მორჩილი იყოსო. დიახაც შეპარულად კი არა საყვარელო. აშკარად ვასწავლი. მოციქულ პავლესთან ერთად და ჩვენს წმინდა მამებთან რომ მართებს ჩვენი სულიერი მამების მორჩილება. არა რევოლუციონერობა, ხელისუფლების, საეკლესიო იქნება თუ საერო და უფროს უმცროსობის ღალატი, არამედ სული მორჩილება. აი როგორ ამბობს პავლე მოციქული ვის ტაძარში თქვენ მოსულხართ დღეს. დაემორჩილენი წინამძღვართა თქვენთა ვითარცა უფალსა. როგორც თავად ღმერთს, ისე დაემორგესმით საყვარელო, ან სხვაგან წმინდა იოანეს სინაელი ამბობს, სულიერ მამასთან დაპირისპირებას შეწინააღმდეგება ჯობია ვეშაპს დაუპირისპირდება და ვეშაპი ერთ-ერთი სახელია ეშმაკის. გესმით საყვარელო, რა ძალაუფლება მქონია მოძღვარს. აქ არჩილზე კი არ არის იოანესზე მხოლოდ ლაპარაკი და გიორგიზე. საზოგადოდ სამოძღვრო ძალაუფლებაზე არის. ეს ძალაუფლება სამღვდელო იერარქია მოიღო ღვთისაგან. თავდაპირველად მოციქულება, რომელიც იმავდროულად მღვდელმთავრები იყვნენ, შემდეგ მღვდელმთავრებისაგან მოიღებ უკვე 20 საუკუნეა მართლმადიდებელ ეკლესიაში და არა კათოლიკურში და წვალებულში, არანაირი მადლი არ არის სინამდვილეში. ეს არის ერთ-ერთი ადამიანური წარმონაქმნი, ყველა ეს წვალებლობანი და საზოგადოებანი. და არ არის შემთხვევითი, ამიტომ რომ ესენი ხშირად სიცრუის მხარეს უფრო იჭერენ, თუნდაც ამ ეგრეთ წოდებული რევოლუციის მცდელობის დღეებში და სხვა. თუმცა იუდა ისკარიოტელი ჩვენ რიგებშიც არიან მართლმადიდებელ ეკლესიაში. არა დასამალია. თუ გენებავ სახელგვარებს რა შეიცდეთ, არაფერს არ შეიცდეთ. აი რამდენიმე მორწმუნე მოვიდა აღშფოთებული, რომ ამათი მღვდლების შვილები უნდა გამოვიდნენ, ასევე ერთ-ერთ კახელების გამოვიდნენ რაჭულების, ეხლა მღვდლების შვილები სამედიცინო პერსონალი და ასე შემდეგ ავათარიან. მე ამას დავარქვი ნაროდნე გულიანი. სახალხო სეირნობა. აღძრული, აბორგებული არიან ეშმაკისაგან, მათი მამისაგან. რიტუალები ამიტომ ტარდება. ეს არ არის შემთხვევითი. საეშმაკო რიტუალები. მე რას ვიტყოდი? ღმერთმა შეიწყალოს. უკეთესი რა უსურვო. აი ახლა თუნდაც რომ ქადაგებდა რომ ახსენე, არ ვაპირებდი დღეს საგანგებოდ, არ ვეხსენებინა ეს რევოლუციის მოღვაწე. მაგრამ სიტყვა მოიტანა და ვამბობ. და ის რასაც ვამბობ, ეს მათთვის სამალია. თქვენი თქო არა მამაო გლანცღავენ გაგინებენ. ისინი თუ მე მაგინებენ სიმართლისათვის უფალმა მანუგეშა. 9 ნეტარებიდან მამა არჩევს, 3 არის სიმართლისთვის დევნილი ადამიანისთვის განკუთვნილი. ნეტარი იყვნენ დევნული სიმართლის. რომელიც სიმართლის, რაც დაიწყებენ, რაც დაარქვენ, ბულინგი რა, შემოვიდა მოდა რა, პირდა ბუმია ბულინგის. ვითომ ქართული სიტყვები არ არსებობს. ესენი არიან ჩემ თვალში გაუნათლებლები რა, ვინც აიტაცა ეს სიტყვა. ულახილა დევნილი. გონიათ რომ მაგარი ევროპელები გახდებიან ამით. ამითაც. რასაც ბაძავ ევროპას, ევროპელები ჩვენად ევროპა აქედან დაიწყო. სამხრეთ კავკასიდან მოხდა განფენა საერთოდ კაცობრიობის. და ევროპა აქ იწყება. და არც მარტო დმანისის გათხრებს და პირველ ადამიანს, ერთ-ერთ პირველ ადამიანს გულისხმობ. ეს მე არ ჭირდება. მე მეჭირავს ხელში ბიბლია, ღვთის სიტყვა, სავსებით საკვარი და უპირველესი და ნამდვილი ავტორიტეტი. ევროპა აქედან იწყებოდა. ესე იგი, ჩვენზე ასეთებზე ნათქვამი, ესეთ ეგრეთ წოდებულ ევროპელებზე გიჟი ქალაქს მიდიოდა რა მიქონდა, რა მოჰქონდაო. აი ზედ გამოჭრილია ამაცი რა. ევროპა, ჰოპა, ამერიკა, ევროპა რა, ბავშვობაში მღეროდით, ეხლა მიისწრაფით იქით. აი ეხლა ხას, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა მოქმედმა გენერალმა მაღალი ჩინის სამხედრომ ასეთი განცხადება გააკეთა ოფიციალურად. ვისაც უჭირავს ყირიმი, ის არის გამარჯვებული. რადგან შეიძლება ქონდეს გავლენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის თურქეთი, სირია, ირანი, უკრაინა, რუმინეთი
უნგრეთი, ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო. ესე იგი, სიგნალი გამოგიგზავნათ და ვერ ხვდებით რას გეუბნებათ. ჩვენ გვჭირდება თქვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა. საერთოდ არ გვაინტერესებს ქართველი ხალხი. უძველესი ხალხია, შუმერებიდან მოდიან, დიდი კულტურა აქვს, სამი დამწერლობა, იმიტომ რომ ერების უდიდეს უმეტესობას არანაირი დამწერლობა ერთმანეთისგანაც მოპარულები და ნასესხები და ზოგი უბრალოდ იმას ხმარობს და ეგ არის. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეოპოლიტიკური სამხედრო ინტერესები. წერტილი. შემსრულებლები არიან ეს 30 წელი რომ ფულებს ვაძლებდით და ვამზადებდით და ტვინებს ურეცხავდით 30 წელიწად. ეს ეგრეთ წოდებული აქტივისტები არიან ჩვენი დასაყრდენი და მათ მიერ უნდა განმახორციელოს. ეს ერთ-ერთი მცდელობა. ესე იგი, რუსეთის შიში რომ არ ქონდეს დასავლეთს, აქამდე შემოვიდოდა საქართველოში და წიხლისწყლის შავი ქართველო. მე ქართველი გეუბნები ამას. მხოლოდ მისი შიშით ვერ შემოდის აქ. თქვენ კარგად იცოდეთ. ამიტომ ვცდილობ სხვა გზით მოგვიაროს. ფოჩიანი კამფეტები ქვია ქართულ უბრალო საუბარში ამას. არ გასჭრა არც ამან ხელისუფლება გადაუდგა. ადრე თუ იღებდა და თავდახრილი იყო და მიაღებინეს. მე ერთ-ერთ მაღალ თანამდებობებთან ყוטა ლაპარაკი პირში ვამხილე. ხომ მიცნობთ მე? არაკვირილით არაწივლით თავმდაბლობ 7 წნა არგუმენტირებულად დაუსწრაფო უთხარი რომ არასწორად დიდი შეცდომა იყო ხელისუფლების რომ მათ მიიღეს ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონი და მიიღეს კანონი მარიხუანის შესახებ. ეგრეთ წოდებული ქალთა უფლებების დაცვის და კონკრეტული მაგალითი მე ახსარებებს ვისე მოუყვანე რა მოიტანა სინამდვილეში ქართულ ხალხში. ამ ყველაფერმა. თავდახრილი და მადლობა უფრო თამდაბალი ადამიანი იყო. აღიარა ეს ყველაფერი და აი ახლა ცდილობს არა ჩვენი საუბრისფერი ეს მანამდე დაიწყო რომ დასავლეთს აღარ ემორჩილებიან და მერე გამოაჩინა კიჭები დასავლეთმა და კლანჭები. ამერიკული ხიმილი გვერდზე გადადო და აჩვენა ვინ არის. კი რა, აი ცნობილი ერთ-ერთი მათი პრეზიდენტის გამოთქმა, ცნობილი გამოთქმა არის. ამერიკის ხელისუფლებასთან მეგობრობა საშიშია, ტრობა დამღუპველი. გაიგეთ საყვარელი, ვინ არიან ეს მონსტრები სინამდვილეში. ამიტომ ვამბობ, რომ წავიდა შავი მოზვერი რუსეთი, მოვიდა და ცდილობს შემოვლეწოს თეთრმა მოზვერმა. მაგრამ რა ხდება ამასობაში? ქართველების დიდი ნაწილი ღმერთს ივიწყებს 50 წელში განსაკუთრებით და მამონას მონები ხდებიან. ფული, შემოსავალი, სიმდიდრე, დიდი სახლები, აგარაკები, ზღვაზეც, თაშიც, უცხოეთშიც და ასე შემდეგ. აი ეს საცოდავი ხალხია ამათი დასაყრდენი. მეხუთე კოლონა. ეს არის სიმართლე. მე როგორც მართლმადიდებელი მღვდელი ქრისტიანული მსხვერპლობები, როგორც სული და ხორცამდე ქართველი, ეხლა ამაში თუ დაეჭდებიან, მოდი ეხლა ეგენი შევყაროთ და გავუკეთოთ გენეტიკური ანალიზი, ვინ არის. მადლობა ღმერთს, მომეცა საშუალება გენეტიკური ანალიზი. მე ვარ ქართველი. 1% არის ვენეციური სისხლისა, დედაჩემის მხრიდან. შორეული ვიღაც იყო, გურული იყო წარმოშობა. ხო და აი დანარჩენი 99 არის ქართული. ჩემი გენი სოდვილის არის, როგორც მითხრეს და დაწერეს 40-50 საუკუნის. გაიგეთ საყვარელი, გენებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეთხოვით კი არ მუშაობენ დღეს ყვაზი მეცნიერები, რომ გენური მუტაციები გამოიწვიონ ერებში და ადამიანებში. მონებს აყალიბებენ. რწმენის გენიც კი არსებობს, თქვენ რომ იცოდეთ. და ამის მოსპობა უნდათ ასეთ მეცნიერებს. მეცნიერებს კი არა ხელისუფლების შეკვეთა ფულს უხდიან ამაში. ერთ-ერთი მიზეზი თუ გაინტერესეთ, რატომ დაიწყო, რატო შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, ამასაც გეტყვით, თუ არ იცით. 3 ისეთივე ლაბორატორია არსებობს ლუგარის, როგორც ჩვენთან თბილისში უკვე წლები არის და ღმერთმა იცის რა ექსპერიმენტები ტარდება ჩვენზე. რომელსაც უნდა ემუშავა და უკვე დაწყებულია ეს მუშაობა, დაწყებული იყო სლავურ გენებზე. როგორ დაამარცხონ სლავური გენი. მაგრამ შეღწევადი გახდეს ამა თუ იმ სახის ვირუსისგან, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიაში გამოიყვანენ. 2 იყო კიევში და უნდა დღე-დღესე ლენტი გაეჭრათ და 1 ოდესაში. და როდის შევიდა რუსეთი, ესეც არ არის შემთხვევით. ამიტომ თავად კი არ გამოირჩეს. პრაიდ პარადი ჰქონდათ. პედარასტების, ტრანსგენდერების და ლესბოსელების და იმ დღეს მოხდა ეგ შეჭრა მათი. რაღაცა დაკავშირებები გააკეთეთ, საყვარელო, ეგ თავი ხო მარტო მუთაქაზე მისადებად არ აქვს. და კიდევ ბევრი რამეში შეიძლება ჩაღრმავება, უბრალოდ მართლაც ეს
ბოლოს და ბოლოს ეკლესია და ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებთ. მაგრამ რაც ითქმა, ის უნდა თქული იყო და ეს არის სიმართლე. და ამის გადამოწმება შეიძლება სხვათა შორის. არსებობს ინფორმაციების სხვა რაოდენობა. იმიტომ არის რომ მოიძულეს ეს ხელისუფლება. ამბობენ, ჯერ ამბობდნენ რომ გააყალბებენ აი ელექტრონულის არა, თვითონ გვარამიები არ ამბობდნენ, ეხლა გააყალბეს თურმე შეიძლება რატო ამბობდნენ საკითხავია. კარგს ხო ის არასდროს არ ამბობს. და ასეთები. ეხლა ამბობენ ეუთე ოდირის დასკვნები იყო რომ ჩატარდა. ეხლა იქაც რაღაცები შეაცვლეს, ესეთი ზეწოლა საერთაშორისო ძალებისაგან. და ეხლა ამბობენ გამოსრეს კბილებიდან. სამართლიანად ჩატარდა, არ ჩატარდა, არ გვაინტერესებს. ეს ხელისუფლება არ გვინდა ჩვენ გვინდა ჩვენი მონამორჩილი. აი სააკაშვილისეული რეჟიმი რო იყო იმ ტიპის ხელისუფლება გვინდა საქართველოში. თქვენ ახართ ბანანების ქვეყანა. კულტურული წარსულის კი არა, ბანანების ქვეყანა ხარ ჩვენთვის. ჩვენ გვინდა თქვენი მიწა, თქვენი მდებარეობა. აიყარეთ და სადაც გინდა იქ წაიყარეთ. თქვენ გონიათ რომ მე ახლა რაღაც ზედმეტს ვამბო, ეთიკის ფარგლებიდან გავედი, ვუყართ სიტყვების ბრახაბროქი, რომელიც შინაარსიც ხშირად არის მით ასეთ ადამიანებს. კეთილი აი ამერიკელი ქალბატონი ჰილარი კლინტონი. როდესაც არჩევნები იყო და მთავარი ფავორიტი იყო ჰილარი კლინტონი და ტრამპი, რომელიც დღეს მეორედ მობრუნდა ხელისუფლებაში. ჰილარი კლინტონს 3-4 თვით ადრე, ვიდრე საბოლოოდ დასრულდებოდა ეს არჩევნები, ყველა დიდი ქვეყნების თუ პატარა ქვეყნების პრეზიდენტებმა თუ პრემიერ-მინისტრებმა მიულოცეს გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ ასეთი რამ მოხდა. ქალაქ ნიუ-იორკში, ავენიუ პარკში კერძოდ, ერთ-ერთი მორიგი წინა საარჩევნო გამოსვლისას ჰილარი კლინტონმა წამოაყრანტალა ასეთი საიდუმლოება საერთაშორისო ხელისუფლების. კერძოდ რა თქვა მან? თქვენ ციტატა მომაქვს. ამის გადამოწმება შეიძლება არსებობს ჩანაწერები, კი ბატონო, ეხილეთ. თქვენ ალბათ იცით 10,000-ობით ადამიანი დგას იქ ავენიუ პარკში და თქვენ ალბათ იცით რომ გარკვეული საშიშროება არსებობს ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე. იქ დიდი ნაპრალია და ეს თანდათან ფართოვდება და იზრდება. და არის წინასწარმეტყველება, რომელიც ქრისტეს ჯვრიანის სისხლითაა დამოწმებული, რომელიც იტალიელმა მერჩ ამაზე ვილაპარაკეთ თავს აღარ შეეძლო. აბრამის გზაზე მიაგნო და იქ ყოფილვარ იმ ადგილას სხვათა შორის და ხელი ჩამოშიშვა. და ესე იგი წინასწარმეტყველებით ჩრდილო ამერიკას საბოლოოდ დიდი მიწისძვრები იქ, ჯერ მიწისძვრები დაიწყება. შემდეგ გაიხლიჩება საბოლოოდ და ჩაიძირება, გადარჩება მხოლოდ ალიასკა როგორც ხმელეთი. ყველაფერი დანარჩენი ნაწილი ჩრდილო ამერიკის აღმოჩნდება ოკეანის წყლებში, წყნარი და ატლანტის ოკეანეებისა. ეს ერთბაშად არ მოხდება. თანდათან ჯერ მიწისძვრები დაიწყება და ესე შემდეგ. ხო და რა კი ეს საშიშროება არსებობს, აგზელებს ჰილარი კლინტონი. ჩვენ ამერიკელები, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლებიანად დაზინა ხელისუფლება უნდა გადავსახლეთ ევროპის კონტინენტზე. გულისხმობ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპას. იგულისხმებოდა რომ აღმოსავლეთ ევროპას გამოართმევდნენ, გამოსტაცებდნენ რუსეთთან, რაც ხდება რა პროცესებიც უფრო იზრდება დღითიდღე და ჩაიდებდნენ ჯიბეში. იქ ერთ-ერთი ჟურნალისტი ხალი იდგა ამერიკელი ტანდაბალი დამამახსოვრდა და დაეკითხა, კი მაგრამ როგორ ქალბატონო ჰილარი, იქ ხომ ხალხები ცხოვრობენ ოდითგან, ჩვენ წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ აბორიგენები. ამაზე ირონიული ხიმილი, როგორი ხიმილი, აი როგორც ერთ-ერთმა ამერიკის მდივანმა ჩაიცინა, ომი რო იყო სერბეთს რო უშენდნენ ბომბებს. გახსოვთ არა? საბოლოოდ რო ჩამოართვეს სიტუაცია, როგორც ჩვენ ტაოკლარჯეთი, რაც არის ჩვენ ტაოკლარჯეთი, ის არის ის მიწები, რაც სერბეთმა დაკარგა ამერიკის დიდი თავგამოდებით, როდესაც აღდგომა დღეს ბომბები ცვიოდა, არა მარტო სერბი ჯარისკაცების თავზე, არამედ ქალების, მოხუცების, ბავშვების ცინიკური წარწერები. სერბებო გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. მეტი ცინიზმი რა გინდა, ეს ურიები რა წარწერებით ბომბავდნენ იმათ. ხო და იმ ქალბატონს კითხეს ეს გვარი არა დაჭერი არა, რა გვარი იყო, რა მნიშვნელობა აქვს ერთი რიგითი მასონი იყო. კი მაგრამ ქალბატონო ამ ბომბების ქვეშ მარტო სამხედროები ხო არ იხოცებიან და რა სიზამო ესე იგი გამარჯვება ამას მოითხოვსო.
მიზანი ამართლებს საშუალებას. ცეტა მოიტანა, ესე იგი, შუა საუკუნეობრივი იქიდან. ნელ შუა საუკუნეებს თავად ევროპელები უწოდებენ, ინკვიზიციის ფორმულა მოიტანა ერთ-ერთი თავის ამართლებლად. ამათგან არაფერი გასაკვირი არ არის, ჩვენ გვირობდეთ ჩვენს თავზე და ცოტა ხარ დავფიქრდეთ რა, რას გვიქადიან ესენი. და არა მარტო ესენი, რა თქმა უნდა. აგერ იქ ჩასაფრებულია თურქეთი და იქით კიდევ სპარსეთი, ირანი. უმძიმესი გარემოცვალა. რუსეთზე რო აღარ აქვს არაფერი. ისე ეს რუსეთი გიშველის შენა. რუსეთო მე ხართ? მოდით ვიმჟელოთ. თქვენი განათლებინა და ჩემი გაუნათლებლობითა, რატო? მე გადავშლი წმინდა წერილს და წმინდა მამების წინასწარმეტყველს. თქვენ რა უნდა გადამიშალოთ? ხელების მეც ვერაფერს გამიშლით. მხოლოდ ეს გჩვევია და გახასიათებთ. ის დროს დადგება, ყურადღებით მოისმინეთ. როცა დიდი რუსეთი პატარა საქართველოს წინაშე მუხლებზე დადგება და პატიებას ხოს ყველა იმ ბოროტებისთვის, რაც ჩაუდენიათ. გამიგეთ საყვარელო და ეს არის რუსი მამის წინასწარმეტყველება, მადლობა უფალს და არა ქართველის. ქართველს რომ ეთქვა, ქართველი იყო, იმიტომ ამოდა შურისძიების გრძნობით და ეს რუსმა თქვა. და ვიეკ რუსეთში თუ რუსებთან დემთავრებთან მოდელების ასაუბრე, იმათა ყველასთან ამას ვამბობ, შვიდად წყნარად რა თქმა უნდა. თვითონ მეთანხმებია, რომ ჩვენც ვიცით ამ წინასწარმეტყველების შესახებ. ესე რა არის, აი რუსის ნაკლი დიდი რა არის, სილაიე სტუმანინა და ძალა აქვს და ჭყვა არ აქვს. მაგას რო ჭყვა ჰქონდა ჩვენზე უკეთესი მეგობარი არ ეყოლებოდა თავისი სამხრეთის საზღვრების დაცვის თვალსაზრისით, თუნდაც. ეხლა თუ მეთქვით, მამა არ გვინდა პოლიტიკა, რატო? ილიკო და ილარიონი თუ ლაპარაკობდა პოლიტიკაზე, მე რა დავაშავდა, დედით გურული ვარ, ბოლოს და ბოლოს. ეგენაცვა. ყველაფერი მიუხედავად ამ საშინელი წინასწარმეტყველს კარგად იქნება. ერთი რამეა, ერთადერთი რამაა საჭირო. ღმერთი არ დავკარგოთ თვალსაჩინარიდან. სადაც ღმერთია, იქ ეშმაკს რა ხელია, მაიმუნია ღვთის წინაშე. ამერიკა კი არა, ეს იმპერიები მოვინელეთ. არაბობას გადავიტანეთ, დიდ თურქობას, მონღოლობას, რუსობას და ასე შემდეგ. და გამოვედით ღვთის მადლით. მამულით შევინარჩუნეთ მეტნაკლებად ენას და სარწმუნოება რაც თავარია. რომელიც მარცხოვნებელია ადამიანის, არა მარტო ამ წუთის სოფელში, არამედ მერმინდელ მარადილ ზესტას სოფელში. მიუღრუდეთ საზვერებს, ძალიან კი არ გვინდა, მაგრამ ჩვენც გავივლით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორი არასასიამოვნო მგზავრობა გველოდება. და არა მარტო მე მოხუცებულს, არამედ თქვენც შესაძლოა ახალგაზრდებს. იმდეს იზამენ ეს ფსევდოლიბერალები, რომ რუსეთს მართლა შემოიყვანენ აქ. ესეც წინასწარმეტყველებაა. შემოვლეთ და სამწუხაროდ ბერძენი მამა მღვდელმონაზონი გიორგი ამბობს, ამჯერად პირველი ომისგან განსხვავებით 2008-ში რომ იყო მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი ზარალი იქნება. ესენი თავის ბოსებთან გაიქცევიან დასავლეთში. ჩვენ რა ვქნათ უბრალო ხალხი? არცად არ ვაპირებ გაქცევას, გულახდილად გეუბნები. ჩავეკვრით ჩემს უფალს და ღვთისმშობელ მარიამს. და ღმერთმა ასე თქვა ერთ-ერთი ბოლო გამოცხადებით. მაგალითად მამას ამოევთან, დევტარიანთან. 5 კონტინენტის ანგელოზი როჩა დაეკითხა მორიდებით. შენი მორწმუნეების მოყვებიანო აი ამ სისხლის ტბორებში და ჩემი ჭეშმარიტი მორწმუნე, არა ფარისეველი გარეგანად, არც ერთი არ წარწყდება. დაფარული იქნება ჩემს მიერ. ჩემი ანგელოზები დაიფარავენ. და ასე ბოლოს მოხდება ისეთ სასწაულებად, მასიურად მოხდება და ყველა იხილავს. თქვათ ანგელოზის გამოცხადება, რატო იქნება ეს საჭირო? იმდენად დიდი შიშიანობა იქნება, იმდენად დიდი მერყეობა სარწმუნოებაში, რომ ღმერთის საჭირო ჩაიწყო მათი განმტკიცებისთვის ესეც საჭირო არის. აღდგომა და ხვალიო, შორს არ არის ეგ მოვლენები საყვარელო. აი ძალისებრ მოგითხრით, თუმცა თემად სხვა რამე ამორჩეული ამ უახლოესი მოვლენების და წინასწარმეტყველების შესახებ, ახლა აპატიეთ საყვარელო, თავისუფალი ნება მოგცა თვითონ თქვენთაგან ღმერთმა, თქვენ გადაწყვიტეთ, მიიღოთ სარწმუნოდ თუ არ მიიღოთ. ბევრი რამე ჩემთვის დამაფიქრებელია. მე არ დავამთავრე ჰილარი კლინტონთან. ეს რომ ამას რომ დაეკითხა ჟურნალისტი, კი, მაგრამ ისინი საწავლები, ევროპის ხალხები ირონიულად ჩაიცინა და უთხრა
აფრო-აზიაში ბევრი უკაცრიელი დაუსახლებელი ადგილებია. ესე იგი რას გვიპირებენ ევროპის ხალხებს, რომ აფრო-აზიულ უკაცრიელ უდაბნოებში თვითონ აქ დასახლდნენ. და არა მარტო ისინი. აგერ მაგალითად ბერკუტია, ვინმე იგორ ბერკუტი, რომელიც არის ტალმუდისტი ებრაელი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის, ბელორუსის და შემდეგ მიწებზე უნდა შეიქმნას ახალი იერუსალიმი, ებრაელთა სამეფო, სახელმწიფო ევროპაში. გესმით საყვარელო? რა ხდება? რას გვიპირებენ? როგორც კი ეს საიდუმლოება გასა ჰილარი კლინტონი, რომელსაც გაოცებული ვარ, ყველა დიდი ქვეყნის და მათ შორის პატარა ქვეყნის პრეზიდენტებმა მიულოცეს პირება, გამარჯვება არჩევნებში უკვე, იმიტომ რომ უმეტესობით ძალიან ჩაგრავდა ტრამპს. მოულოდნელად გასიეს გვერდზე და ტრამპი გაიყვანეს პრეზიდენტად. რატომ მოხდა და დაფიქრდით თქვენ? ხალი რომელიც იმარჯვებდა, თან დიდი პროცენტული უპირატესობით. მოულოდნელად დამარცხდა. აქედანაც ხვდებით რომ არანაირი არჩევნები სინამდვილეში არ ხდება. აი ბიძიასები რასაც გადაწყვეტს, ის იქნება უეჭველად. არის ესეთი ჟურნალი მილიონერების ფოქსი, სადაც ალეგორიულად ხატავენ წინასწარ რა მოვლენები უნდა განვითარდეს. აი მაგალითად პუტინი რომ მომს წამოიწყებდა, რომ წამოაგებდნენ კაუსზე. ამაზე იყო ნახატები წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველება კი არა, წინასწარ განზრახულობა რაც ჰქონდათ. ასევე კოვიდი რომ უნდა გაჩენილიყო ვირუსი გავრცელებული, ამაზეც იყო ალეგორიული ნახატები და ახდა. შემდეგი ნომერში რა ეხატება, ხომ არ იცით? დაახლოებით მე უკვე დაგიხატეთ. დამთავრება თქვენზე იყოს. აი ეს არის ჩვენი მწარე რეალობა. მაგრამ ღმერთისაგან დაცულს და დაფარავს ღმერთი იცავს და იფარავს. ამიტომ ამ მოვლენებმა კი არ შეგვაშინოს, რწმენა კი არ გაგვიოროს და სხვა, პირიქით გაგვაძლიეროს სარწმუნოებაში. ჩვენი ნამდვილი და ერთადერთი გამოსავალი არის ღმერთთან სიახლოვე. თუ ღმერთთან ვიქნებით, ვინ იქნება ჩვენს წინააღმდეგ? ამ დევიზით, ამ შეგნებით, ამ რწმენით იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ვახტანგ გორგასლანი, უდიდესი მეფე. რას გვეუბნეოდა, რას გვიანდერძებდა მომავალ თაობებს, ქართველებს? ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდითო. ჩვენ როგორი ვარ, დღეს ქრისტეს ვაგინებთ, ეკლესიას, პატრიარქს, საგალობებს და აღარ მოყვები ამათ სიბილწეებს ახლა. აღარ ვამბობ რა შადია, სქესის გადაკეთება და ასე შემდეგ. ეს ჯანყია ღმერთის, მამაკაცსა, დედაკაცსა დაბათ, არ ეპოებია ღმერთს. მე მინდა გაჩნდა ისეთი სიგიჟის სახეობა, რომლებიც ავერო, მე არც მამაკაცი ვარ, არც დედაკაცი. ახლა რო იყო ამათი საერთოდ რაღაც შეჯიბრება, რა ქვია, სოფლიო მიეთმოეს. სიმღერებში გაიყვანეს ადამიანი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ არც კაცი ვარ, არც კაცი და წაახალისეს ამ გზით ესეც. პირველი ადგილი რომ ისეს და ჯილდო. ეს არის გადაჭარბების გარეშე მოხშირად ვიტყავს შეშლილი სოფლი. ავათარია ქართულად რო ვთქვათ რა. თავი ანებეთ. ღმერთმა შეიწყალოს ყველა ისინიც და ჩვენც. ჩვენ კი ჩვენს უფალს შევორდებით. შევრდომა ძველ ქართულად ის მუხლებში ჩაუვარდებით. დაფარული და დაცული ღვთის მიერ ვიქნებით დაცული და დაფარული. მაშასე თუ სიკეთის ძლით და ეკლესიის შუამდგომლობით ადამიანის სული გასდება საზვერებს, რომელიც ზოგჯერ ასეც ხდება, არც თუ იშვიათად რომ საერთოდ საზვერებსაც ვერ გაივლიან, არათუ 60-ში ვერ შევლენ. ზოგჯერ წლები და ათეული წლებიც კი არიან გაჭედილები გაჩერებულ საზვერეში. აი მაგალითად რა არის ასეთი ცოდვები, რომ აჩერდება და ვერ მიდის. რომელიც არ მოინანია თამბაქოს წევა. მაგარი გოემი მღდელი ყავს რა. ეს ყველა ეწევა, დიდი პატარა ბავშვი ქალი და ეს რას გვეუბნება თამბაქოს ნუ მოწია თუ გაიჩედებით საზვერეში. ამას მე კი არა, წმინდა მამები გვეუბნებიან. ჯერ ერთი თამბაქოში შედის ნარკოტიკული ნივთიერება, ნიკოტინი, სუსტი შედარებით. მეორეც ეს ევროპელმა ქრისტიანებმა ჯერ კიდევ მაშინ გადმოიღეს ველური ინდიელებისგან, რომლებიც იყვნენ და დღესაც არიან, დღემდე არიან წარმართები და თავიანთ კერპებს, ანუ ეშმაკებს უკმევენ და ემსახურებიან. ეს არის ეშმაკთა მსახურების ერთ-ერთი ელემენტი. ამიტომ წმინდა მამები მარტივად ამბობენ, ასკვნიან, ეწევი შვილო, მაშასადამე ეშმაკებს უკმევ. პირდაპირი გაგებითაც ეს არის ეშმაკის საქმეები.
დანარჩენი კიდე რა არის? დაიხედე სიგარეტზე რა კოლოფზე ხომ ეწევი. იწევს ესე იგი ფილტრების კიბოს, კანის ნაბარებას და სიცოცხლის შემოკლებას. საერთოდ იცოდეთ, ეს არის ბოლო სტატისტიკური მონაცემები, სიკვდილიანობით პირველ ადგილზე არიან თამბაქოს მწებელები. გილოცავთ, რაღაცაში მაინც გახდით პირველები. და ასე შემდეგ. კიდევ რა უნდა გითხრათ უფალმა, რაზე უნდა აგიხილოთ თვალები, რომ სწორი დასკვნები გააკეთოთ. აი, თამბაქოს მწებელები, ნარკომანები და სხვა დიდი ხნით ჩერდებიან ამ გაჩერებაზე. რომელსაც საზვერეთსაც ავიქვია. ამის მერმე თუ ღვთისმადლითა და ეკლესიის მოძრაობასაც უდიდესი შემწეობა გასდება, ამიტომ არა ქართულ სუფრაზებს ვეყოდით და როგორ ითქვა და ხომ ერთ-ერთი ბოლო ჭიქარა იყო, ვისაც მომხსენებელი არ აყავს ქრისტეს ეკლესიაში, ყველა მოიხსენოს მაღალმა ღმერთმა. ეს სიტყვის მასალა კი არის, ეს მათი რწმენა იყო, სუფრაზეც რო ისხენ ქრისტიანები იყვნენ. პატარა ესე თავისებური პაგანიზაცია იყო, მიბაძვა იყო წილს. შვიდობიანი კვერექსი იყო გაშლილი ქართულ სუფრაზე. სადღაც ზელოში და დღეს ზაღლი პატრონს ვეღარ ასვამს, რითი აღარ ასვამს, კალოშები და ლამფიშუშები და რა ვიცი მე. და რას ასვამენ? ნატურალური ღვინო მაინც იყოს. გაუგებარი სპირტები, მათ შორის ექსკრემენტებიდან დამზადებული, ესე იგი სასმელები. და ესე იგი ღვინის ქვეყანა და ლუდით დებიან. ყველაზე მავნებელი სასმელი არის ლუდი. ყველაზე მეტი სიკვდილიანობა ლუდის ხელებშია. გარდა მაგისა, კაცი ქალურ ჰორმონებს ამრავლებს. გესმით თქვენა? აგერ ახლა ჩამოვიდა ერთ-ერთი მორწმუნეს და ლუდი უყვარდა, ამასე იმის მერე აღარ ასვამს. მე რევეს რომ დაუმატე ახლა როგორ ვეთქვი, ხო გესმით თქვენა რა? გახედვა ხარ უნდა იქ. ხო და შევედი ლუდის იმას წამიყვანეო მეგობარს ხო საუკეთესო ლუდები სად არის? წაიყვანა. ერთ ლუდხანაში და მეორეში კაცის ის კაცი და სვამ ხარჩ და სად მომიყვანეს. ეს მამათყავლების ლუდხანებიაო და რამდენი იყო მამაო რო იცოდეთო. მე დაუმატე ლუდი რა არის და შენ თუ არ გინდა ვიღაცას ბუხლებზე ჩამოუჩნე პეთქი შვილი. თავის ანებე ბაგის ბაგ. ამიტომ ეს ჩვენ უნდა მოვიშოროთ და ბოლოს და ბოლოს სამხრეთის ქვეყანა ეს ნაწარმი რაში გჭირდება ჩვენ. ღვინოზე რა არის ნათქვამი წმინდა წერილში. ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. რამოდენიმე ჭიქა მიირთვი, როცა ხსნილია დედა ეკლესიის მიერ და შეგერგება მართლაც. ეხლა გავიგეთ თურმე უცხოელები ამბობენ. უცხოელი რადგან შენი მამა პაპა გასწავლი და ღვინის ქვეყანა, რომ არის ესეთი ჯიშები განსაკუთრებით საფერავი და ამ ტიპის ღვინოები, რომელიც სიმსივნესაც კი კურნავენ დასაწყის სტადიაში. თან სიამოვნებას იღებდა, თან კურნალობას. მაგრამ რა როგორც ერთი ანდაზა ამბობს, ნეხვის ჭიას ვარზე ვერ მიიტყვევ. ესეთი ცნობილი ანდაზაა და მართლება სამწუხაროდ ასეთ ადამიანებზე. თუ გასვლა საზვერებს ღვთისმადლით, ადამიანს შეიყვანენ სასუფეველში. გარდაცვლილი სული, რომელიც სწოდა და შიშებში ყავდათ ეშმაკებს საზვერებში, თავდავიწყებაში ვარდება სიხარულისა და ნეტარებისაგან. ზღვა სიხარული, ზღვა სიყვარული იფრქვევა იქ. ეს არის სიყვარულის სამეფო. ასე აღწერენ, ვინც სამოთხეში გამოცხადებით თუ ჭეშმარიტად ყოფილა. და მათ შორის კლინიკური სიკვდილი თუ ღირს იქნენ იქ შესვლისა და ასე შემდეგ. არათუ რამდენიმე წუთის, რამდენიმე საათის მერეც კი ბრეთით რომ აღსგარად და დაარქვით, გინდა კლინიკური, რაც გინდა ის დაარქვით. მოკლედ, თავდაპირველად მიიყვანენ ქრისტე მაცხოვრის წინაშე. მისი დიდების საქმრისა. სამგზის ყოვლადწმინდა სამების სახელზე ანგელოზები გარდაცვლილი სულს თაყვანს აცემინებენ. შემდეგ გამოდის უფლის საყდრიდან ლოცვა კურთხევა, რომ მიმოატარონ სამოთხეში ადამიანი. ადამიანი ტკბება სამოთხეში მიმოსვლით. არავინ და აღარაფერი არ აქვს. ანგელოზებს ევედრება რომ სამუდამოდ დატოვონ, მაგრამ ანგელოზები განმარტავენ. ნახერა მიწიერი ცხოვრება, საზვერეთსაცა, სამოთხე. უნდა ნახოთ ჯოჯოხეთის და მე-40 დღეს იქნება შენი სამჟავრა. პასუხი უნდა მისცე ღმერთს. შენით განვლი ცხოვრების. ესე იგი ინტენსიურად აგონდება თავისი ცხოვრება. ეს კი არა, აი ადამიანი მაგრამ ტრაგიკულ ვითარებაში რო ვარდება, მაგრამ სიკვდილს უყურებს თვალებში, წამის ყოფაში აგონდება მთელი ცხოვრება და
ჩემთვისაც მოუყოლია, ჩემთან ასეთებიც ყოფილა და უთქვამთ, რომ მამაო, ესე იგი ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამოდენიმე წამში შეიძლება მთელი ცხოვრება ბეხსეულად მოიგონო და ისეთი რამ მოიგონო, რომელიც არასდროს არ მომგონებია და არ მომაგონდებოდა დედამიწაზე. ესე იგი, სინამდვილეში არაფერი არ იკარგება, ქართული გამოთქმაც ამბობს, არაფერი არ დაგეკარგება ღმერთის წინაშე, არც ავი, არც კარგი. ადამიანს აგონდება რა თავისი ცოდვები და გულისწყლები შიშით იწვის. ხდება, რომ ღირსი არ არის 60-ის და ტირის. მოკლედ, მხოლოდ 6 დღეა 60-ში, მესამე და მეცხრე დღემდე. მეცხრე დღეს კვლავ აიყვანენ თაყვანს აცემილებენ, ამჯერად უფლის კურთხევა გამოდის, ჯოჯოხეთში იქნას გარდაყვანილი, გარდაცვლილი სული. ანგელოზები იქაც მიყვნენ, ესეც ღვთის სიყვარულის გამოვლინება, რომ ჯოჯოხეთში კი არ აგდებენ, ანგელოზები ატარებენ. ვიდრე მასთან ანგელოზია ნათლით. რაღაცა შვებად სიხარული აქვს, თუმცა ხედავს რაღაც საშინელებებს ჯოჯოხეთში. როგორი ტანჯება მაგალითად კაცის მკვლელი, ანგარი, ქურდი, მეძავი, შეშინებულია ადამიანი და ეკვრის ანგელოზებს, რომ დროზე გაიყვანონ, მაგრამ ნახერა ეს ყველაფერი უნდა ნახოთ ჯოჯოხეთიც. მე-40 დღეს და წარმოიგინეთ საყარელო რა ვრცელია ჯოჯოხეთი და რამდენი ჩვენთაგანი მიდის ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ 30 დღე და ღამე არის ჯოჯოხეთში, მხოლოდ 6 დღე 60-ში და 2 დღე დედამიწაზე. მე-40 დღეს მიყვანილი იქნება ქრისტე მაცხოვრის წინაშე, რომელსაც აქვს ზეციური მამისაგან მონიჭებული ხელმწიფო განშაცხოვება და მას როგორც ზევთისას ეზალაუფლება ცოცხალზე და მკვდარზე ყოველთვისაც ხონდა, მაგრამ შეიერთა რა შეუნებელად და განახლო კაცობრივი ბუნება და აღსგა მკვდრეთი, მან მიანიჭა ეზალაუფლება განხრთობილ კაცობრივ ბუნებასაც. ამიტომ არის, რომ მასთან ერთად წმინდანების დასდებიან მოციქულები განშაცხოველ 12 ტომისა განშაცხოველთა და მკვდართან. რომ განიხრთო ჩვენი ბუნება ქრისტე იესოში. ერთი სიტყვით მე-40 დღეს დააყენებენ. გადაიშლება ცხოვრების სიგნი, რომელზეც აპოკალიფსში ამ წმინდა გამოცხადებაში ნათქვამია, ვერავინ ვერ გადაშლის, რომელიც დაბეჭდულია ცხოვრების ამ წინს, გარდა ღვთაებრივი კრავის, ანუ ქრისტე მაცხოვრისა. გადაშლის ცხოვრების წინს და ამოკითხული იქნება მისი ცოდვა. აი ნახეთ ღმერთის კიდევ ერთი კაცთმოყვარების გამოვლინება. ვიდრე ამასობაში 40 დღე მისი ახლობლები თუ არიან მორწმუნეები ილოცებენ მისთვის ფსალმუნთა კითხვაში, პირად ლოცვებში, მოწყალებას გაიღებენ, უსისხლო შეწირვისას წმინდა ლიტურგიებზე მოიხსენებენ სახელს. ბევრ ცოდვას და მათ შორის თავადაც თუ ნანობდა და აღსარებაში გამოთქვა ესა თუ ის ცოდვა, ურწმელად არა ფარისევლურად, იმ ცოდვას ღმერთი იქ ვეღარ ნახავს ცხოვრების წიგნში. ესე იგი, დედამიწაზე გვაქვს უკვე საშუალება, რომ ცხოვრების წიგნში ჩვენი ავის საქმეები და გულის სიტყვები აღარ იყოს, როგორ ეკლესიური ცხოვრებით და პირველ ყოვლისა მხედველობაში აქვს ნათლისღება. იმიტომ ნათლისღებაში, ნათლობის საიდუმლოში ძველი კაცი ყვდება და ახალი აღმოიშვა, მიეტევება ცოდვები, აქამდე ჩადენილი და ახალი ადამიანი იშობა ქრისტეს მიერ. სული წმინდის წყლითა და სულითა, როგორც ქრისტე ამბობს ერთ-ერთ საუბარში ნიკოდიმოსთან. მოკლედ რომ ვთქვა, საყვარელო გვაქვს მადლიანი საშუალებები დედამიწაზევე გავხდეთ ზეციური სასუფეველის მკვიდრნი და მოქალაქენი. გულწრფელი აღსარებით, მოწყალების მოქმედებით, საზოგადოდ რომ ვთქვათ, წმინდა ცხოვრებით, თავშეკავებული ცხოვრებით. გარდა მაგისა, ეკლესიას შევამბობთ. აი ეხლა დღესაც აქ და ყველა მართლმადიდებლურ ტაძარსაც ლიტურგია აღესრულა, როდესაც წმინდა ნაწილები, რომელიც ამოღებული იყო წმინდანთა სახელზე, მანამდე ტარიგი გამოიჭრა და ასე შემდეგ, მათ შორის თქვენ რომ შემოგზავნეთ სეფისკვერები ცოცხალთათვის და მიცვალებულთა, ჩვენ ამოვიღეთ და წავიკითხეთ ღვთის წინაშე სახელები, ეს როცა დიდი გამოსვლით, რომელიც ქრისტეს გოლგოთაზე მსვლელობას განასახიერებს, მე შეტანით საფლავად დადებას, როცა დავასვენებ ბარძიმ ფეშობს, წმინდა ტრაპეზე, იწყება ევქარისტიისგან, როდითანაც იწყებს სულიწმინდა გარდამოსვლას. წამსის გალობა როდესაც იწყება. ამიტომ არხევენ მდლები ლიტურგოსანი, მდლები დაფარნას წმინდა ბარძიმ ფეშულის თავზე, სიმბოლურად რას გამოხატავს. სულიწმინდა უკვე იწყო გარდამოსვლა წმინდანთა შორის იყვნენ ისეთი წმინდა, რომელიც ხილული თვალით, ხორციელი თვალით და არაბონების მხოლოდ ხედავდნენ სულიწმინდის ასეთი იყო მაგალითად ბასილი დიდი ამას წინათ ქადაგებაში გესაუბრეთ, არ ვიცი რაც ლიტურგიაზე თუ ოთხშაბათის დაუსრულებელს და თავს აღარ შეგაწყენთ მოკლედ რომ გითხრათ და ესე იგი იწყება სულიწმინდის ეუქარისტიის კანონის სრულდება სულიწმინდის გარდამოსვლით.
როდესაც მოდელი წინადადების ხმას აკურთხებს გარკვეული მოქმედებებით და სიტყვებით წმინდა წერილიდან და ლოცვებიდან. როდესაც მოხდება გარდასახვა, ნაკურთხი აქამდე, ნაკურთხი, კერძოდ სამკვეთლოზე ნაკურთხი სისხლისფერი ღვინისა, როცა სისხლად გარდაესახება ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, იქ ჩასვენებული არის მანამდე ეს მერბე ჩასვენდება წმინდა ნაწილები, როცა ამოიღეთ ცოცხალ მიცვალებულ სახელს და იწყებს გაშღინთვას ქრისტეს სისხლით. აი იმ წუთიდან ძალუმად იწყებს მოქმედებას სული წმინდის მადლი ამა თუ იმ ადამიანზე ცოცხალია თუ გარდაცვლილი, ვინც მოიხსენეთ. ანუ უდიდესი ძალა აქვს ამ ყველაფერზე. და ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება ქრისტეს სამჟავროზე. ჩვენ ძალიან დიდი დახმარების გაწევა შეგვიძლია ჩვენი მიცვალებულებისთვის. მათ უკვე აღარაფერი აღარ შეუძლიათ. როგორც არ უნდა ყოფილიყო დედამიწას. მათ ისინი თავის თავს ვეღარაფრით ვერ დაეხმარებიან. მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალება. მაგრამ აი, უსმენ აღსარებებს, უსმენ საუბრებს. ვითომ უყვარს, შვილი გარდაეცვალა. ეს არის მაინც. მამო არ ვიცი რა არის, მაგრამ მიჭირს ლოცვა, ფსალმუნებს ვერ კითხულობ. ხარას მოედება, ხარას მიედება, ოღონდ არის ლოცვას. მოწყალებას როგორ გავიღებ, აი, თუ რომ მითხარით, ასეც ვაპირებდი, გავიარე და ისე ხარდა, მამო, ვერ მივეცი ფული. შე რომ იგდაქსვა, რომ ლამაზდები, ჩემო კეთილო 1000 საცხებლებს რომ არ იკლებდა სუნამოებს და დღეში სამჯერ იბანტანს, იმიტომ რომ ქარაფშუტა ხარ. და გინდა აცდულ სხვები და არა იმის გამო რომ სულთად იყო. რა თქმა უნდა, შე რომ დაცვა, შენ უარესის სიმყრალის სული გექნება, იმიტომ რომ განაზებული ქონდა სხეული აქამდე. შედი მის მდგომარეობაში, რა მიიყვანა, აბა გონების თვალით გაიარე, ვარავუდით მაინც. რამ დასვა იქ? ყინვაში ძაგძაგებს და შენ ესე იგი 10 თეთრი გეზარება რომ ისიც შენი მიცვალება და თურმე ძალიან გიყვარს. ჩვენი სიყვარული სამშვენველში მთავრდება. ჩვენი ახლობლების ბევრთან, არა ყველაზე ვიტყვი რა თქმა უნდა. და ეხლა მე მოგიყვანთ მაგალითებს წმინდანის ცხოვრებიდან. მაგალითად ფილარეტ მოწყალისა, სადაც პირუყვა ყველაფერი და მაგალითისთვის კი არ მოგიყვანთ, იმად მოგიყვანთ რომ მივბაძოთ მათ. აი როგორც პავლე მოციქულიც ამბობს, მობაძავ ჩემ და იყვენით ვითარცა მე ქრისტესი. როგორც მე ვბაძავო ქრისტეს, ისე მომბაძეთ მე ვიუბაძოთ ჩვენი ცხოვრების წინავსვარს ქრისტე მაცხოვრს და მის წმინდანებს. პავლე იქნება ფილარეტი თუ რომელიმე სხვა. კი ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება გამოწვევით ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე, რაღაცას გაივლის 40-იან წელს გარდაცვლილის სული. ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ. შიში მოგიცავს. შეზრწუნდები, მოგაგონდება შენი საზარელი ცოდვები, რომელსაც ყველასგან ფარავდი. სინამდვილეში კი თავს იქებდი, თუ ასეთი მოწყალე ხარ, ამაღლებული და სხვა. დამთავრდა თამაში, ჩემოსავალი. ფინიტა ლა კომედია, როგორც ცნობილი გამოთქმა ამბობს. ეხლა აი აქ ერთი პროფესორის ამ სიტყვებზე მომაგონდა, პროფესორი განისვენებს, პროფესია წარმოშობით მართლმადიდებელი, პირადად ვისწავლდი, არაერთხელ ვისაუბრია და სხვა და ითხოვა საფლავზე დაწერეს ეს ფინიტა ლა კომედია. დამთავრდა. აღარაფერი არ შეიცვლება, ის ვერ შეცვლის ვერაფერს. ჩვენს თავსაც იქნება ეს. ამაზე იფიქრეთ. იმაზე კი არა რომ დღეს კვირაა და შეიძლება ზეთიანი ვჭამო და ღვინო დავლიო და კიდევ ვიღაცას ვახსენო ლუდი უყარს და ზოგს არ არის. ამაზე არ არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა, მიიღეს საზრდელი, სასმელიც, ეს ბუნებითია. ასეთი შექმნა მერტყას ხარ, მაგრამ როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, თვითმიზანი ნუ გახდება. ნორჩჭა, ანუ მაძღლისად ნუჭამ და გემოთ მოყარებით. და ნორცმა ღვინო დალი, როგორც ღვინო, რომელიც გულს ახარებს. იმიტომ დაიღალეთ უზმომოხვედი, წირონზე დიდხანს იყავი, ქადაგებას ისმენდი და ასე შემდეგ, ბუნებრივია დამაშვრალი ხარ, დაღლილი, მშიერი, მწყურული. ასეთი დაღლის მერე ქრისტესთვის აქედან რომ მივდივარ, ისეთი კმაყოფილება, მე თვითკმაყოფილება კი არა, კმაყოფილება, სიხარული რომ ქრისტესთვის გავისარჩე. მახსოვს ეხლა მე ჩემი ფეხი მტკივანი და დიაბეტი და რაიმე ავადმყოფ. საერთოდ არ მახსოვს, ხეული თუ მაქვს, ვერ ვგრძნობ მაგას. განუწყვეტლი ასე მგონია შემიძლია ვისაუბრო ქრისტეს სიყვარულზე. და ეს ქრისტეს სიყვარულის გამოვლენაა. თქვენი სიყვარულისთვისაც არის, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ, გაფრთხილდეთ და არ წარწყდეთ. ეს კი არა, აი პირადად მე ალბათ ბევრია ასე. ერთხელ ადამიანს თუ ყურადღებით დაველაპარაკები, ან გულით მეტყვის თავის გაჭირებას, მიყვარდება იმ საუბრიდან უკვე. ბაბო, ჩვენ რომ არ შეგვიმჩნევიაო, აბა კარგად გაანალიზეთ, არა გრძნობებით მოსულ ხარ.
რისთვის მოსულ ხარ და რამე თუ მიგიღია ჩვენი რჩევა დარიგებიდან ან რამე მაგალითი ჩვენგან თუ აგიღებთ და მე ვიხვდებით რაღაცებს ეხლა ასე არ თქვა ზოგიერთმა რომ თავს როგორ იწონებს არაფერი მატლ ვარ და არა კაც მაგრამ იმას ვერავინ დამაჯერებს რომ მე არ ვიყვართ ჩემი უფალი და არ ვიყვარხარ თქვენ ამას ვერავინ დამაჯერებს იმიტომ მე გრძნობელობა მაქვს სულში ნასხამში ყოველთვის ჩემს არსებაში და მე მიხარია რომ მიგვირს და მიხარია რომ ხდელი ვარ ბავშვობაში ვიყავი ძალიან მორცხვი გაუბედავი ხელების დაწყობა უკან მაშინ ჩვენ დროს ასე იყო რომ ასავლეს ლამის მეშვიდე კლასში ხელში ჩამარტყა სახაზავი ბავშვი ხომ არა ხარ პატარა მეშვიდე კლასელი ხარო ისეთი მორჩილი ვიყავი და მორიდებული მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ და თან ვიყავი ჩემი ლექსები ხო წაიკითხავ სიხმაწვილის როინდელი მერე გულ ჩათხრობილი ჩემს თავში იყო პერიოდები მელანქოლია აქციდია სოფლიოსევდა და ეს აფეხურების გამივლია თავის დროზე სიჭაბუკეში ალბათ ღმერთი მე ვფიქრობ მგლობისთვის მამსადებდა ასეთი ადამიანიც რომ მოაყვართ მელანქოლიკი თუ სხვა მასაც გავუყო მე ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მე სხვებს რამეს ვასწავლეთი და ამდენს დარწქებით ვამბობ მარტო თქვენ არ ისმენთ ამ საუბრებს უამრავი ისმენს როგორც აღმოჩნდა მეტადრე მას შემდეგ რაც YouTube-ში დადეს ინტერნეტში თხოვნით მე არ მაქვს ეს სურვილი მე რა მინდა მე მინდა მოხუცებულ მორწმუნე მღვდელს სადმე ჩემთვის ვიყო პატარა ოთახში მე და ღმერთი უკვე დამიდგა ეს პერიოდი მაგრამ ეს ერთმანეთს თქვა ხდება მარტო ჩემი სურვილი არ გმარა ყავს სოლი მოვალე ბრევლი და სხვა ბრევლმა კიდევ შეიძლება სხვა სულიერი მამა ნახოს მაგრამ ჩემი შვილები სხვა ხორცელ მამას ვერ ნახავენ მე ვფიქრობ უყურებრა მათ რომ მათ ჯერ კიდევ შეიძლება ჩემი დახმარება მორალურიც და ეგეთ მატერიალურიც მე დაკლებად არ მაქვს დიდი მოთხოვნილებები არანაირი ხშირად მრევლი და რაღაცებს ჩუქნენ ის გასავალია ჩემ შვილებში და ახლობლებში მე ის არ მჭირდება უბრალოდ ემან მოწყალება არ შეწყვიტულო ვიღაცა მეუბნება თქვენი ნება მე ვერაფრით ვერ მომხილავთ ერთადერთი რაც აღმართოვანებს თქვენში ეს არის გულწრფელი სინანული და სიყვარული სიყვარულისთვის მოვიდა იესო ქრისტე რომ ჩვენს გულებში ურთიერთ სიყვარული და ჩვენი შემოქმედის მიმართ სიყვარული გაეღვივებინა ამაზე მეტი არაფერი არ არსებობს სიყვარულით როცა ხარ სავსე ეს რაღაც ძალიან მომნიშნელო არის ეხლა თქვენ როგორ ხორცი არ გასხიათ მედიდურად მეკით ჩამძახის კურსი კი მასხია და თუ მე მექნება ეს სიყვარული ისევე დამინარჩუნებს ღმერთი როგორც მაგალითად მამა დავის ირმებით როგორც შემოღებელს ყორანით პავლე თებელს ანტონი დიც მაგრამ არა განსადო უფალი ღმერთი შენი რისთვის გამოვცადო როცა ხელი მაგრამ ფეხი მაქვს მდელი ვარ და ღვთის მადლით ყავს ბევრი მადლიერი ადამიანი და მოყვარული და არც სულიერად მაკლია რა მე ღვთის მადლით იმიტომ რომ ჩინებული ბიბლიოთეკა მაქვს და სულიერი საზრდოობის დიდი საშუალება მაქვს და ყველაზე დიდი საზრდოობა მოდის სწორედ ზიარებიდან ზიარების შემდეგ ისეთი ძალა მეწლება უძლურს ხორციელად გონია რომ 3 შემილია გრაგნილივით დავახვიო და მთები გადავაადგილო ამისთვის რა არის საჭირო დოგმის მართლის ოდენარ რწმენა ეს ყველაფერი ძლეთამძლეობას არ ვიწყებ ეს ყველაფერი სუბლიმაციას გარდაქმნას განიცდის ასეთი ღვთიური ენერგიებით ვლინდება წირვა ქადაგებაში აი ეს არის ჩემთვის ცის წარგრაგნა და მთების გადაადგილება კარგი იქნება თუ თქვენს გულს ზრას უზავ და ცოდვიდან იოტის ოდენად მაინც გადავაადგილებ ღვთის სახელითა და მადლით სამოთხისაგენ რომელიც გველოდება ისე რომ პირდაღებული ჯოჯოხეთი ეხლა ყველა კითხვაზე თუნდაც სიტყვაზე გამომეკიდებით უსასრულოდ ვილაპარაკებ მე არ დავეკლები ლაპარაკით მე გამოცდილებიდან ვიცი ეს ჩემი გამოცდილებიდან თქვენ შეიძლება დრტვირვა დაეწყოს ზოგი გაიძურწება ჩუმად მე ხო ხედავ ხოლმე აქ და როგორ იპარებიან ქადაგების ზოგიერთები ზოგი მოიმიზეზებს რომ ვაშინგტონიდან თუ კრემლიდან დაურიგეს აწყრიალდება ტელეფონით და ასე აი ეს სულ ჩვენი სარწმუნოება მაგრამ თქვენ მოხვალთ თუ წახვალთ გაფრინდებით თუ მოფრინდებით მე ჩემს საქმეს სიყვარულითაც აღმასრულებ ბოლომდის 1000 მადლობა ღმერთს ამისთვის ჩვენ ვფიქრობ უკვე იმდენად გვიყვარს ერთმანეთი რომ იმაზე რაზეც თუნდაც ჩემზე და ჩემს ხრივ ვილაპარაკე უკვე შეიძლება ლაპარაკი რომ ამას ჩამომართვეთ არა ხიბლიანობაში არა სიამაყეში არა მსვალურობაში არა თავმომწონეობაში არამედ სწორედ იმაში რაც არის სიყვარულში
როგორ პავლე ამბობს თავის სულიერ შვილებს მობაძებ ჩემ დაიყავით. ეგრე მე შემეძლოს და გითხრათ. თქვენს მობაძებ ჩემ დაიყავით. მე ვცხოვრობ ქრისტეთი, ქრისტეს მიერ. აგერ გასულ ქადაგებაში თუ არ ვწდები 4 შაბათს დაუჯდომელში ასეთი აქ ამ ტაძარში შენ ხარ ვენახის ხათან ასეთი რამ თქვი. ზოგიერთი ცხოვრობს პენსიიდან პენსიამდე, ზოგი ხელფასიდან ხელფასამდე, მე ვცხოვრობ წირვიდან წირვამდე, ქადაგებიდან ქადაგებამდე. ეს ჩემთვის ყველაფერია. ყველა დღეები შვიდეული სიწურება და თავს იყრის აქ კვირასთან და დღესასწაულთან, ლიტურგიასთან, მოკლედ ვთქვა, ღვთის სიტყვის ქადაგებასთან. ამის შემდეგ ქრისტეს გამოაქვს თავისი სამართლიანობიდან და სიყვარულიდან გამომდინარე და შემთხვევით ამ სიტყვებს არ ვხვდებით განაჩენი ადამიანისთვის. აი ვთქვათ ადამიანი ქრისტიანი ჯოჯოხეთში იქნა წარზაველი. წარმივკეთოთ ახლობლებმა იმედი, იმიტომ რომ ზოგჯერ გამოცხადებით გვეძლება, თავადაც გვეცხადება ღვთის დაშვებით, რომ იტანჯება ჯოჯოხეთში, ითხოვს ან მოწყალებას, ლოცვას და ასე შემდეგ. მეორედ მოსვლამდე კიდევ არის იმედი, რომ მეორედ მოსვლის შანსი ამოვიდეს როგორ ეკლესიურად მოხსენება მისი თუ იქნება ლოცვა და მოწყალება ღმერთმა ყველა ცხოვრებას აღლომიჩას თავიდან კი არ განიხილავს როგორც პირადი სიკვდილისა და მჟავრის შემთხვევაში არამედ მხოლოდ იმას მოიგონებს რა გაკეთდა მისთვის. ამიტომ ყველას ვისაც არ აქვს მოხსენებელი ღმერთმა მოიხსენოს თავისი გასწავლით. უდიდესი ძალა მიანიჭა ეკლესიას შეკრა გახსნის რაც თავად მიიღო ის მისცა ეკლესიას პირველ ყოვლისა შეკრა გახსნის ხელმწიფება რომელიც მღვდელმთავრებს გადაეცემა მღვდელმთავრების მიერ გადაეცემა უკვე მღვდელს. მღვდელი მადლითა და ხელმწიფები დამოკიდებულია მღვდელმთავარზე, ხოლო ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე უფალ ღმერთზე. ის არის წყარო მადლისა. მოვედი ჩემ და მარშალი და თვითმწიმენი და მე განგისუნე თქვენ ამადაც ამბობს კიდევ უფალი. მას როგორ აი ვიცი უკვე დავსახეთ გზა გავიხსენეთ მამათა მიერ სწავლებული გზა 40-იანი. როგორ უნდა მოემზადოთ სიკვდილისთვის? ზოგს ასე არ ეგონოს რომ მოდი ჭრიჭინასავით ვიცხოვრებ და სიკვდილის წინ მე მოვინანებ მოწყალიც გავხდები ლოცვა. ეგ არავინ არ იცის რა გახდება. ჩვენ ეს არ ვიცით. ზოგჯერ ისეთი ცოდვა ჩაგითხრებს რომ გამოსვლის საშუალება აღარ არის. შენით ეს აღარ შეგიძლია. ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ეცადო ემზადებოდე მარადიული სიკვდილისთვის. ერთ-ერთს ველაპარაკებოდი ტაქსით მოვდიოდი და კითხა და უპასუხე რა მღვდელმა და მარხვაზე უთხარი და შეპარვით კითხა რომ სარიცელის მარხვაც უნდა შევინახო. ცოტა უხეშად მითხრა, იმიტომ რომ გაუნათლებელი კაცი იყო. სარიც კი მეთქი და გიშდა. რა თქმა ეგეთი ქრისტიანობა ხალხთან არ ვიქნებიო. მაპატიეთ რამ სიტყვაზე, მაგრამ ასეთებიც არსებობენ. ხო და რაღაცაზე რო არ ამბობორს, არ გინდოდა და ის გინდოდა, რაც გინდოდა იქ წადე. ხმარ გავიგუშენი, ქართულად გეუბნები. ვინც რაც დასტესავს დედამიწაზე, იმას მოიფის ეცაში და გარდა მაგისა, ბევრი კიდევ თავისი სულძელებიდან გამომდინარე პატიებს. თორე უარესის ღირსის გავხდებოდით, იქნებოდით. მთელი ცხოვრების განმავლობაში თავშეკავებული ცხოვრებით, სულგზელებით, ესე იგი შემწოდეთა მიტევებით, ბოროტების არ დაბრუნებით, პირიქით, სიკეთით არ გმარა, მხოლოდ ცოდვა არ ჩაიდინო. უნდა იყო სხვის მიმართაც იმტევებელი, მოწყალების საქმეებით, პატევნით განსვენებით თუ სხვა, უნდა ვემზადებოდეთ მარადიული სიხარულისთვის. და არა ისე რომ უცბად მოხდეს და სიკვდილის წინ ესეც ხდება რომ ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება გარკვეულ და გალაღებულ ცხოვრებას ეწევა ასე ყოფილი, თუმცა ეს არის იშვიათები და არა მასიურად არ ხდება ესე ვთქვათ, რომ სიკვდილის წინ მართლაც ნანობს. აი მაგალითად საბურთალოს ქუჩაზე მოვისმინე ერთი ასეთის აღსარება. ერთხელაც ვახსენე ქადაგებაში ინკოგნიტოდ რა თქმა უნდა ეს დიდი ხანია გარდაცვლილი. ძალიან მდიდარი ოჯახი იყო მაშინ. ცილოვანი ეკონომიკით იყო დაკავებული ყველა ბრეჟნევის დროა, პოპულის ძველი დროება და მათ შორის მისი მეუღლეს და ყველაფერი ჰქონდათ. იმ დროისთვის რომ თითქოს ადამიანად ბედნიერი ყოფილიყვნენ და ჩამოუგორდა მიმიყვანეს მასთან როგორც მომაკვდავთან. ჩამოუგორდა თვალზე ცრემლები და ცალკე ვიყავით რა თქმა უნდა აღსარებას მეუბნებოდა და აი მამა არაფერი არ დამიკლია ცხოვრებაში. რამდენი ვიწვალე უცხოეთი არ ვიწერე ბაროკო როკოკო აქედან იქიდან ჩამოვიტანე უკანასკნელი მოდის შპალერი და ასე შემდეგ ხუთოთახიანი ბინა ქონდა მაშინ ხუთოთახიანი ბახტრიოზე დიდ რამე თითლებოდა და არაჩვეულებრივი ავეჯით გამოვავსე სახლი და რამე მაქვს თანო მე ვხედავ და მივხვდი რომ ხდები სხვათა შორის
ესე ძალიან თავისებური რამეა, რომ ბევრ მომაკვდავს არ ჯერა რომ მოკვდება. მე ბევრჯერ ყოფილა როგორც მოდელი, არ ჯერათ რომ მოკვდებიან. მე სულის უნდაებაზე კი არ ვლაპარაკობ. აი ეს ფიზიკურად რომ მოკვდებიან, ეს არ ჯერათ. ეს არის თავისებური მე როგორც ვიხდი შეშინებული ადამიანის თავდაცვა ერთგვარი. მაგრამ ასეთი თავდაცვები როგორც ეს არ ამართლებს ხოლმე. რამე მაქვს თან უნდა, მე ვისაუბრეთ იშვიათად მომისმენია ასეთი გულწრფელი და მონანული აღსარება. მადლობა უფალს, რომ სიკვდილისი მაინც შეინანა, ეზიარა და ამ ჩინებული საგზალით წარგა ღმერთის წინაშე. ადამიანი რომ აქედან მოდის ჩოულება სიკვდილისი ქრისტიანის ზიარების, თუ არის საშუალება, აზიარები რომ გავა, წუთი სოფლიდან და ხორცდაგან საზვერეს ისე გაივლის, ეშმაკები ახლო ვერ ბედავენ მოსვლას. ზიარების გამო, იმ მადლის გამო, რომელიც მას მიუღია. ანუ დაუბრკოლებლად მესამე დღესვე ერთ დღეში გადის საზვერეებს და წარდება ღვთის წინაშე. რისთვის ვეზიარებით? საკურნებელად, სულისა და ხორცსა და ცხონებად საუკუნო. ცხონებად საუკუნო, საუკუნო ცხონებისა, ცხონებისათვის. მასჟამსა შინა ადრეულ შუა საუკუნეებში მცირე აზიაში ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ვინმე ფილარეტი, რომელსაც დღეს ეკლესია ზედსახელად უწოდებს მოწყალეს. ყველა სათნოებიდან ამ სათნოებაში განითქვა ეს ადამიანი. წმინდა მამები გვეუბნებიან, ყველა სათნოებას რომ ერთბაშად მოვკიდოთ ხელი, ცხოვრების წლები და აცლებულებიც კი არ ვეყოფავ, რომ მასში სრულ ვიყვნენ. საჭირო არის შენი ბუნებისა და მიდრეკილების გამომდინარე შეარჩიო რომელიმე სათნოება და განსაკუთრებით დაიხვეწო ამ სათნოებაში. ვიღაცა მარხვაში დაიხვეწა სულიერად, ვიღაცა მოწყალებაში, ვიღაცა ლოცვაში და ასე შემდეგ. მოკლედ, იყო უმდიდრესი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მთელს მცირე აზიაში და ამავე დროს ის იყო მდიდარი, რაც თავარია სულიერად. ძალიან მოწყალე ჩვილი გული ჰქონდა. და ასე მოხდა საყვარელოდ, რა თქმა უნდა, ლამის დაუჯერებელია, რომ უმდიდრესი ადამიანი გახდა უღატაკესი წლების განმავლობაში. მას სულშვილი ჰყავდა. ეხლა წარმოიდგინეთ, ცოლი რა დღეში იქნებოდა და როგორი დამოუკიდებლობა იქნებოდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ცოლი და შვილები საკუთარი საჭმელს უმალავდნენ, ცოტაოდენი რაც იმ დღეს მოიპოვებდნენ. იმიტომ რატო არ აჭამაკი არა, მოწყალებაში არ გაეცა. ლუკმაპური მათი არ აეღოთ, არ ისეთი გული ჰქონდა. თუ გაჭირვებული მიაკითხავდა. ერთხელაც ასე იყო და შევიდა სახში, ახედა ყველაფერი დამარულია, ვერ პოულობს, ცოლის დაპყრობს, ეშმაკი თუ იპოვოს. ქმარი ლაღდა ვერ იპოვოს. მოკლედ ვერ იპოვა, ვერაფერი და გამოვიდა, არადა ეს არის გლახაკია, დაგლეჯილი ტანსაცმელი ყინვა, ცივა ძაგძაგებს და შია და მოწყალებას და ესე იგი ადგა და რო არაფერი არ ქონდა, გაიხადა ზედა ტანსაცმელი, ჩააცვა. მე 2-3 სკაფუტყარი დარჩენილი იყო როგორღაც ის მოწყალე ხელს გადაურჩა და წავიდა და ესე იგი ახადა და შენახული რაც იყო თაფლი ამოიღო და გაატანა ყველაფერი. სოლი და შვილები სარკვლიდან უყურებენ რა დაემართებოდა სოლს განსაკუთრებით თქვენს კარგად იცით. მაგრამ ღმერთმა თავისი მართალი არ დააგდო. ნახეთ როგორ გამდიდრდა ეს ადამიანი, სულით ხო იყო მდიდარი. იმაზე ბევრად მდიდარი გახდა ვიდრე იყო და უფრო სახელოვანი ვიდრე აქამდე იყო. ადრე მხოლოდ მოწყალებით, ეხლა კიდევ დიდებულებით, კეთილშობილები. კეთილთ რა მოხდა? როცა უკიდურესად გაღატაკდა, საქსიც კი აღარ უშვებდნენ, საჭმელს უმალავდნენ და ასე შემდეგ. და თავისას არ იშლიდა, როგორც იტყვიან ხოლმე ფილარეტი. იმ ხანად წვერულაში არ მოქვია ქართულად. აჰა. სეპარული როა პატარა ულვაში, დავაშკაცდა რა მოკლედ უპლისტორი მეფისა და დავაშკაცდა და გადაწყვიტა მეფე დედოფალმა რომ დაეოჯახებინათ. მეფე რა კი იყო, ან მეფის რომელიმე სისხლის უნდა ყოფილიყო, ან კეთილშობილური წარმავლობის. წარმავლობით ესენი ფილარეტი იყო არისტოკრატი. წარმავლობით ეგ არის კიდევ უფრო საოცარი არისტოკრატი რომ მოწყალე იქნებათ რომ გაჭირვებულად და ეხლა ეს კიდე გასაგებია. როგორც წესი დღეს განსაკუთრებით გამდიდრებული ადამიანები ეხლაც ერთ ვარეთში რაზეა და ნუ გაგეღიმება ესეთ სურათია მართლა სახალხოს ეეგნობა რა რომ ესე იგი საქციები დაუწესო ბიზნესი ეს ყველა და მე გვარამიას დაეკითხე შენ საერთოდ ვინ გაფინანსებსო კაცო და ვინ უთხრეს მე ვახშე თიბისი არა ხო გესმით თქვენ ვინ არიან ესენი საერთოდ მაგრამ მაგათ თავი დავანებოთ ფილარეტმა მიხედოს მე და თქვენ იმათ ვერ უშველეთ
წმინდა ფილარეტს შევავედრებო ეს წუწკი ხალხი სამშობლოს ღალატზე და ქვეყნისა და ასე შემდეგ ღმერთის გინების ხარჯზე რომ გამდიდრდნენ. ყველანი მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რომელშიც თვითონ მივიდა, მაგრამ ეს მოწყალებით მივიდა და ეგენი გაჭირვებით მიიყვანოს ღმერთს. დაგწყევლაო, არა ეხლა დაგლოცავ. აი ეს არის ჩემი დალოცვა. თქვენ რომ გაგიჭირდებათ, ლუკმაპური რომ მოგენატრებათ, როგორც მართლა ბევრს ენატრება. და თქვენ რომ რაღაცა სივიწროვეში იგრძნობთ თავს, მაშინ თუ შეიძლება ჩავარდეთ სინამდვილეს, თორე მაძღარი ადამიანი ვისმეს მონანული გინახავთ? არა. თან უნამუსო ფულებით. როგორ არის, თუნდაც ეს ბანკი გამდიდრებული, ხო გახსოვთ? ვის ხარჯზე და რის ხარჯზე? დანარჩენს მე აღარ მოვყვები, მაგრამ ეგერთი რო იყოს, ხმასაც არ ამოვიღებდი. მაგრამ ბევრი რომ არის ჩვენ შორის, ამიტომ ვამბობ ხმამაღლა. ჩვენი ვალიც არის და სიყვარულის საქმეც არის. მოკლედ, ადრე ხო ფოტოგრაფია არ არსებობდა და ამ შემდეგ სინემა გაგზავნეს მხატვრები სამეფო კარიდან მთელს ბიზანტიის იმპერიაში სხვადასხვა მხარეში, რომ თუ კი სადმე კეთილშობილური წარმომავლობის რომელიმე ქალწულს ნახავდნენ, გადმოეხატათ და სამეფო კარზე მოეტანათ. ამას დაჭირდა 2-3 თვე, რა თქმა უნდა, სანამ წავიდნენ, მოვიდნენ, ჩაიხატეს, ეძებდნენ და მოკლედ საბოლოოდ დაბრუნდნენ ყველა ესენი და ეს ნახატები მეფე დედოფალმა და სამეფო კარმა დაათვალიერეს, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ 10 ქალწული. მათ შორის მოხვდა ფილარეტის შვილიშვილი. გარეგნობით ლამაზი იყო, წარმომავლობით და როდესაც მეფე დედოფალმა, რომელიც ღვთისმოსავი იყო, შეიტყვეს, რომ ეს ის ფილარეტია, რომ არისტოკრატი გახდა ღატაკი მოწყალების გამო, ამან დიდი პლუსი დაუსვა, როგორც დღეს ვიტყოდით, რომ არჩევანი მის შვილიშვილზე შეეჩერებინათ. პაპამ გახადა დედოფალი. თავისი კეთილშობილებით არა მარტო არისტოკრატიულ წარმომავლობის, უფრო მეტად კი მის მოწყალებას, მის სათნოებას. ასე და ამგვარად ამოირჩიეს საბოლოოდ ფილარეტის შვილიშვილი, დაიბარეს მშობლები, დაიბარეს ესე იგი პაპა და ბებია და ესე იგი განუცხადეს თავისი ნება და დიდებული ქორწილი გადაიხადეს. მეფემ ვერდით მოისვა, ფილარეტი ამაყებოდა, რომ ასეთია და მას ესე იგი დიდძალი სიმდიდრე გადასცა. დიდძალი, ბევრად უფრო მდიდარი გახდა, ვიდრე აქამდე, მაგრამ როგორც ადრე არ აინტერესებდა ეს სიმდიდრე, ისე შემდეგ არწმუნებულა სიმდიდრით. და ასევე გააგრძელა მოწყალე ცოლი უკვე აღარაფერს არ ეუბნებოდა. ვიდრე რომ ამხელა სასწაულის მოწმე გახდა, რომ უღატაკესი გახდა მეფის სიმამრი. წარმოიდგინეთ თქვენ. ამ წმინდა ადამიანს გარდაცვალებამდე ღვთითეც ემცნო დღე და საათი მისი გარდაცვალებისა. ჩავარდა ლოგინა, მოხმო ცოლს, შვილებს, შვილიშვილებს, ყველას დაალოცა და ანდერძა დაუტოვა, რომ მოწყალე გული ჰქონოდათ. ქრივობლები შეეწნარებინათ, პატიმარი მოენახულებინათ, გაჭირვებულისთვის ხელი გაემართათ. ელოცათ მიცვალებულისთვის და მათ შორის ჩემთვისაც ილოცეთ. მერე სათითაოდ გამოიწვია შვილიშვილი, მათ შორის დედოფალი ბიზანტიისა, თავის შვილიშვილი, დაალოცა ამბორს უყო. ძველ ქართულად სულხან საბას მიხედვით ამბორება ნიშნავს სულიერ კოცნას. სიყვარულის გამოხატულება არის. ნება კი არ უნდა ჩააქცო. სიყვარულით რო ემთხვევი ადამიანს. და დაიწყო ფსალმუნის გალობა. სამართალსა და მჟარსა ვაქებდეთ უფალსა ჩვენსა. ეს გალობა რომ დაასრულა, იწყო საუფლო ლოცვა მამაო ჩვენი. როცა მივიდა ამ ადგილას, იყავ ნება შენი, ამოართვა უფალმა სული. ამ სიტყვაზე მისი ნება იყო, რომ გაეყვანა და სასუფეველში წაეყვანა. აქ მეფის სიმამრი გახდა და იქ ქრისტეს ძმა და მარჯვენით ქრისტესა არს. რომელსა ხოლოსა ღმერთსა ქრისტე მაცხოვარსა ჩვენსა ჩვენის ყოველგვარი დიდება პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უღუნით იმისამდე ამენ.